შუადღე ლაივში დობისა, ქალბატონებო და ბატონებო, მე მინდა და დღევანდელი გადაცემა დამეწყო ესე, რომ რა კარგია რომ კვირა დღეა, პირდაპირ ეთერში ვართ ჩემს ანასთან და მარიამთან ერთად, მაგრამ არა, ეხლა უნდა დავიწყო ისე, რომ უფრო მაგარია რომ მე ერთი მამრი, აი ასეთ სილამაზეში არა მაგარია. აქეთ-იქით თაიგული, თან რამდენი. ხო, და შუაშია თაიგული. მოგესალმებით ყველას ერთად გოგოებო, მადლობა რომ აი ესეთ სილამაზეში მამყოფებს დღეს და მთელი რამდენი წუთი ვიქნებით ეთერში. ალბათ 40-45. ხო და რატო არის ეს სილამაზე? ბოდიში და სანამ ინსტრუმენტთან გადავალთ. დიახ, ისმენთ? წყალი მინდაო და მოგაწოდე. დიდი მადლობა ის წყალი რომ მომაწოდე კი ბატონო, რომელიც ესოდე მნიშვნელოვანია და რა საინტერესო ლოგო აქვს, ანა ხო არ წარუდგენდი ჩვენს ტელემაყურებელს გადავიხადოთ. რატო უნდა? კაი, შენ კონდეს შენი ბოთლი და მემაყურებელს ვაჩვენებ, აი ალბათ ჩანს ახლა ეკრანზე. ახალი ლოგო აქვს მთის ბოთლის ბოთლებს, ეტიკეტს ასე ვთქვათ, ხო? მთის და PSG-ს ლოგოები ერთად. კი ბატონო, და ნუ რაც მთავარია 0% ბრომატით წყალი მთის და მე დავაგებულებ ახლა. და ამასობაში ჩვენ შეგვიძლია რომ წარმოადგინოთ თემა. წარმოადგინოთ თემა. რატო არის ესეთ სილამაზე ჩვენთან ეთერში? კი, დღეს ვისაუბრებთ ძუძუს კიბოზე, რომელიც ძალიან გავრცელებულია ქალებში, თუმცა მე როგორც ვიცი, მამაკაცებშიც არის უბრალოდ დაბალი პროცესი. ეს პირველად გავიგე მართლა ეხლა. ხოჭის მე ცოტა ხნის წინ გავიგე, თლად ანას განეხლა არ გამიგია, მაგრამ მე ცოტა ხნის წინ გავიგე, რომ მამაკაცებში. ხო, მამაკაცებში ინფორმაციას მოგაწოდებთ, თუ შეიძლება დამაყურებელსაც მივაწოდებ, რომ ადრე თუ ვთქვათ 50-60 წლის ასაკში ვლინდებოდა, ასე ვთქვათ, ახლა სამწუხაროდ უფრო გაახალგაზრდებებულია და ძალიან ბევრი ახალგაზრდა იბრძვის, მაგრამ თუმცა გამოჯამთელების პროცენტიც მაღალია საქართველოში, იქიდან გამომდინარე, რომ რაღაცნაირად ცნობიერებმა აიწია და დროულად იტარებს სკრინინგს, ხო მართალია? კი ბატონო. ხო და ეხლა ჩვენ რო არ ვილაპარაკოთ ამ თემაზე მაინდა-მაინც ესეთი ჭკვიანი სახეებით, ვინც უფრო კარგად ერკვევა. კი, გამოცდილი ადამიანები აუცილებლად გავაგზავნებთ, რა თქმა უნდა, ჩვენ სტუმრებთან ერთად საუბარს, თუმცა ისიც უნდა ვუთხრათ ჩვენს ტელემაყურებელს, რომ pink space-ი, ვარდისფერი სივრცე უკვე წლებია საქველმოქმედოდ უზრუნველყოფს ასობით ონკოპაციენტისთვის ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას, თერაპიებსა და შემოქმედებით აქტივობებს, სწორედ აი ამ სივრცის გადარჩენა გახდა ინსპირაცია დაბადებულიყო ახალი ქართული ბრენდი Limas Angels, რომელიც სამომავლო მიზანი არის ფორმირდეს როგორც სოციალური საწარმო და დაასაქმოს ასევე ონკოპაციენტები, მოკლედ 60-ზე მეტი მოდელი პაციენტი მხარდაჭერით წარადგენს ბრენდს Angels, Limas Angels და მოკლედ ხვალ იმართება აღონისძიება. ამაზე ცოტა მოგვიანებით აუცილებლად ვისაუბრებთ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ასეთი მშვენებები გვყავს და შესაბამისობაში მოდიან, რა თქმა უნდა, ხვალინდელ საღამოსთან, თუმცა მანამდე წარვადგენ ჩვენს არაჩვეულებრივ ულამაზეს სტუმრებს. ანა მაზანიშვილი, მოგესალმებით, ევროპა დონა ჯორჯას პრეზიდენტი, ნინი ჯულაყიძე, მეგი თედაევი და მარი ბობოხია, მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ და როგორც ჩვენმა არაჩვეულებრივ მეგობრებმა და კოლეგებმა წარადგინეს, ნუ პრინციპში ვსაუბრობთ იმ თემაზე, რაც ერთი შეხედვით რამდენიმე წლის ჯერ კიდევ განაჩენი გვეგონა საქართველოში. თუმცა აი ამ მშვენიობებს როცა უყურებთ, ნამდვილად ვწმუნდებით, რომ ეს ესე არ არის. მოგესალმებით და პირველ რიგში ძალიან ხშირად ვარ ხოლმე თქვენთან სტუმრად და ცოტა გამიკვირდა რომ ნიკამ არ იცოდა რომ კაცებშიც არსებობს. იმიტომ რომ აქ თემაზე არასდროს არ გვისაუბრია, აი? კი, ალბათ უნდა ვისაუბრო, ზუსტად ეს ამბავია და უბრალოდ ვიტყვი რომ მთელი პაციენტების მხოლოდ 1%-ია მამაკაცები და დანარჩენად, ნუ მართლაც გაახალგაზრდავდა ეს დაავადება და ძალიან ბევრი ახალგაზრდა პაციენტი გვყავს, ნუ აქაც წარმოადგენლები არიან სწორედ 40 წლამდე ასაკის პაციენტები და მოკლედ მე ძალიან ამაყი ვარ, რომ აი ასეთი გოგოების დედა ვარ. და დიდი სიამაყით მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ახალი ბრენდის Limas Angels-ის დედა გახლავთ ნინი ჯულაყიძე. მოგესალმებით. და რაღაცნაირად მინდა რომ კი ჩვენი ორგანიზაცია ბევრი წელია
სწორედ სასიკეთო ნაბიჯებს დგამს იმ მიმართულებით, რომ პაციენტებისთვის იყოს მკურნალობა ხელმისაწვდომი, მათი ფსიქოსოციალური მდგომარეობა იყოს ხარდაჭერილი და გაუმჯობესებული და რაც მთავარია იყოს პაციენტების ცხოვრება კიბოსთან ერთად ძალიან სუბუქი, ლაღი, ხომ მძიმე თემები ერთმანეთთან შეუთავსებანი, მაგრამ ვცდილობთ რომ მათი ცხოვრების ხარისხი იყოს, რა თქმა უნდა, მაღალი. და ანი ხვალინდა ღონისძიებაზე რომ მოგვიყვეთ აი სად გაიმართება ვინ იღებს მონაწილეობას? იდეის დაბადებაზე და ემოციურ ნაწილზე ნინი ისაუბრებს და მე უბრალოდ მოგაწვდეს სტატისტიკას მონაცემებს, რომ ხვალ პულმანში 18 საათზე გაიმართება უპრეცედენტო fashion show, ბრენდის დაბადება, სადაც პოდიუმზე ვიდგებით პაციენტები, 60-ზე მეტი მონაწილე იღებს იმას მონაწილეობას და პაციენტები, ჩვენი მეგობრები და მხარდამჭერები, ჩვენი შვილებიც. და ძალიან მნიშვნელოვანია შემოგვიერთდით, იყავით ჩვენთან ერთად, იმიტომ რომ ეს არის ის სასიკეთო ნაბიჯები, რომელიც მართლა ძალიან ბევრი ქალბატონის სიცოცხლის და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება. აუცილებლად შემოგიერთდებით და დიდი სიამოვნებით, რა თქმა უნდა და მოდი გადავიდეთ ახლა ნინისთან, რადგან პირდაპირ გადმოგვამისამართ ანა. ხო, ესე კი უნდა ვისაუბროთ აუცილებლად ბრენდზე უნდა ვისაუბროთ, რა თქმა უნდა და იმ ემოციურ ნაწილზე, რომელიც უკვე აღნიშნა. მოგესალმებით, მე ვესალმები მაყურებელს, რაც შეეხება აი ემოციური ნაწილი საოცრად მაღალია. მე როგორც ევროპადონასა და ჰოუფის ნაწილმა მონაწილეობა მივიღე მილანი Fashion Week-ზე არც მეტი არც ნაკლებისა და ჩემი ბავშვების ეს ძალიან კარგად ახსოვს ჩვენ ტელემაყურებელს ნამდვილად. კი და ეს ახდა ანას ჰოუფის და ევროპადონას სწავლობით. და აი იქ მივხვდი, რამდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ იგივე ემოციები მიეღოთ ჩვენს გოგოებს, ონკოპაციენტებს. და იქ დაიბადა ეს იდეა. საოცარი აღნიშნა წეღან რომ მონაწილეობას იღებენ ონკოპაციენტები, მათი შვილები, ოჯახის წევრები და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ აი რაღაცნაირად შევუმსუბუქოთ, გავულამაზოთ დღეები, მივცეთ რწმენა იმისა, რომ ყველაფერი შეიძლება, ყველაფერი შეგვიძლია, ანუ ქალებად ვიგრძნოთ თავი. ჩვენ გვყავს მეოთხე სტადიის პაციენტები, რომლებსაც ცოტა ფსიქოლოგიური გაჭირვება შეიძლება ახლა უდგათ და ეს არის ძალიან დიდი ნაბიჯები მათთვის და ხარს გვიჭარს ყველა. ანუ მონაწილეობას იღებს ყველა პარამეტრებს, აქ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ხვალ იდგება სცენაზე ყველა, ლიმას ენჯელის, ჰოუპის, ევროპადონას გადასარჩენად და დასახმარებლად. აი თუ რატომ თქვი სიტყვა გადასარჩენად, ამას მე მგონი გოგოები უკეთ ჩაშლიან. აუცილებლად გოგოებთან. ხო, მოდი შევაგაცვათინებ, ეს დასაწყისში ვთქვი, რომ გამოჯამრთელების პროცენტმა აიწია, ხო მართალია? ხო და აი, აქედან გამომდინარე, მე მინდა რომ თქვენი ისტორიები მოვისმინო. თუ რაც შეეხება ისტორიებს, მაგრამ თუ შეიძლება გავაგრძელებ იმ თავარ სიტყვას, რომ მთლიანად ეს ღონისძიება და მთლიანად 80-მდე ქალის ენერგეტიკა და გაერთიანება მოხმერდა ყველაზე დიდებულ საქმეს, გვესმის ბრენდის დაბადება, გვესმის ძალიან მაგარი პროექტი, მაგრამ ეს პროექტი ქალების გვერდში დგომით ემსახურებოდეს იმას, რომ ნებისმიერი ონკოპაციენტისთვის არსებობდეს სივრცე ფსიქოსოციალური რეაბილიტაციისთვის. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე და მისია ჩვენი, რაც საკუთარ თავებს დავაკისრეთ და ძალიან ღირსეულად მოკლედ ვუმკლავდებით ამ ყველაფერს. რაც შეეხება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, იმიტომ რომ ჩემ პირად მაგალითი რომ გაგიზიაროთ, დიაგნოზი დამისვეს პანდემია იყო და პანდემიასთან ერთად ჩემი დიაგნოზი საერთოდ აბსოლუტურად კიდევ უფრო რაღაცა ძალიან დიდი ნებათა ღელვა გამოიწვია, მაგრამ ჩემი ორგანიზაციის წყალობით, რომელიც მუდმივად მიწევდა ადვოკატირებას, რომ აბსოლუტურად ყველა გზა ყოფილიყო ჩემთვის უმტკივნეულო, მქონოდა უწყვეტი მკურნალობა. ეს ხელშეწყობა მქონდა ჩემი ორგანიზაციიდან და ჩემი პაციენტობის პირველივე დღიდან რომ გავიაზრე, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს, მე თავად ჩავდექი ამ საქმის სამსახურში და მე დღეს თავად ვარ გოგო, რომელიც სხვა პაციენტებს თავისი პირადი მაგალითით თუ ასე შემდეგ, თუ ადვოკატირების გაწევით
ყველანაირად ვცდილობ, რომ ჩემი რესურსი, ჩემი მიღებული გამოცდილება და იმ უამრავი ქალის, რომლებიც გაერთიანებული ვართ ამ სივრცის ქვეშ, ეს ყველაფერი გაუზიარო და მათთვის იყოს არა მხოლოდ მამოტივირებელი, არამედ ეს არის არგუმენტირებული, დადებული შედეგი თავისი გამარჯვების ისტორიებით და მოკლედ ესეთ საბრძოლო საქმეს აკეთებდე ისე რომ ეს ჯარისკაცის აბჯარი ვარდისფერი იყოს არის კიდევ უფრო რაღაცა აბსოლუტურად სხვა განზომილებაში გადავყავართ. ერთი დღეს დავსვლა და თავში გადავახვევ ყველაფერს რა. აი მე მაგალითად ხო ეხლა ვფიქრდები ხო რომ გავიგო ეს დიაგნოზი შეიძლება დავიშალო აბსოლუტურად. ხო აი მე ვაწყობთ ესეთ დაშლილებს. ეგ მაინტერესებს ზუსტად კი, ჩვენ ყველა დავიშალეთ ვინც ეს გავიგეთ. მე დავიშალე, მე როგორ დავიშალე, იცით რომ რაღაცა ისე სადაც კი რამეს ვიპოვიდი კლინიკიდან რომ გამოვიდი მინდოდა რომ აი ეს თავის რწმევის ვიყავი 31-ის. ძალიან ხო, 31-ის და იყო ძალიან, იცით რა არის ასაკი, ამას არ აქვს, აბსოლუტურად არ აქვს ასაკი, როცა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება, იქ ყველა პატარავდებით, მაგრამ როცა სიცოცხლის გადარჩენა გვიდა, თურმე ისე ვიზრდებით და ისეთი მთები და აუღებელი ციხესიმაგრეები ვხდებით. და სწორედ ამ დროს გვჭირდება ოღონდ მხარდაჭერა და გამაგრება, თორე მართლა დავიშალე, მაგრამ ნახე ანა, რომელიც რა არის იგეშინა 9 წელია დავამარცხე მეუბნება ცოტა რაღაცა შოკში ჩავარდი მეთქი რანაირად მოდის ქალი რომელიც მეუბნება მეოთხე სტადიის კიბოს ვებძვი რა გატირებს რისიგეშინია მოდის ქალი რომელსაც ორივე ძუძუ მოკვეთილი აქვს და როგორ შეიძლება ამ დროს წაიწუწუნო იმაზე რომ ნუ გავიგეთ ძალიან მძიმე არის ხო ის ცვლილებები, რასაც ეს დიაგნოზი აყენებს, თუნდაც ფიზიკური თვალსაზრისით, ქალისთვის უმტკივნე, აი გამორიცხული ამ პროცესმა, რაც არ უნდა მაგარი იყო უმტკივნეულად ჩაიაროს, ისე ვიპრანჭებოდი, ისე ვილამაზებდი თავს, მაგრამ ისეთი მტკივნეული იყო ის, რომ ის არა ხარ და არ იცი როდის იქნები ის რაღაცა ცოტა სრულყოფასთან უფრო ახლოს დაკარგული გაქვს რაღაცეები, რომ ძალიან და ვეცადეთ და мотиваცია მივეცით ერთმანეთს და ვუთხარით და დავაჯერეთ რომ შენ ხარ ლამაზი, შენ ხარ ძლიერი, შენ ამას შეძლებ. მე შენთან ვარ, ერთად ვართ და ამასობაში გამოგვივი და კი ვხედავთ რა რომ სილამაზის ზეიმი და დღესასწაული გვაქვს და არანაირად არც ერთი ჩვენი ჯგუფის წევრი არ დაუშვებს იმას რომ ჩვენ აი ეს ენერგეტიკა და მუხტი არ გავცეთ საზოგადოებაში. სწორედ ამიტომ ამას ვემსახურებით და ვანგრებთ სტერეოტიპებს რომ შემოგხედეთ რა ლამაზები ვართ და რა ნარნარები ვართ და როგორი შემდგარი ძლიერები ვართ და მგონია რომ ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა მაქვს მე კი ორივე ყველასთან ალბათ აი სანამ დიაგნოზს დაგისვამდნენ და გაიგებდი ამ ყველაფრის შესახებ რა სიხშირით და თუ დადიოდი კვლევებზე ხო, აი ძალიან სამწუხაროა რომ არ დავდიოდი, იმიტომ რომ მაინც იცით რა არის მენტალურად აი იმის უკუგდება რომ არა ჩემთან კიბოს რა უნდა, ამას ყველა მაინც სადღაცას ვიყენებთ ხოლმე რა და ეს არის ყველაზე ცუდი ბაზა, იმიტომ რომ აგერ ნათელი მაგალითი, ხელით გასინჯვის დროს ვიგრძენი და მე რომ წამით მაინც დამეშვა რომ ვაიმე არაფერი და ეს გადაივლის არ ვიცი, ფატალურ შედეგამდე მივიდოდი, მაგრამ იმ წამს მყისიერი რეაგირება მქონდა, არ დავაყოვნე, ეგრევე წავედი და სწორედ ეს არის საუბედურო და სამწუხარო, რომ გაახალგაზრდავდა დიაგნოსტირების ასაკი. ეს დაავადება უკვე აღარ ცნობს იმას, რომ დაიცადოს. ესე თუ შეიძლება ითქვას, ძალიან შემცირებული არის ასაკი და ამიტომ წელიწადში ერთხელ აიცით რა არის, ცოტა უხერხულ შედარებას მოვიყვან, მაგრამ ფიტნეს დარბაზებში წავიდეთ, იქ რაღაცაზე წავიდეთ, იქ თავის მოვლის პროცედურებზე წავიდეთ და ამ დროს ვერ მოვნახოთ 15 წუთი იმისთვის, რომ უცებ ჩავიტაროთ სკრინინგი და 15 წუთი გამოვუყოთ იმას, რომ 365 დღე ვიქნებით მე მშვიდად, რომ რა მაგარია
კარგად ვარ და თუ არ შეიძლება რა და თუ არ იმ შემთხვევაში რომ თუ ვინმეს იმის ეშინია რომ დიაგნოზი დამისვამენ მაშინ გეტყვით რომ ნაადრევ სტადიაში დასმული დიაგნოზი არის გადარჩენილი სიცოცხლე და აქვე ვიკითხავ რა აი ჩემ მე ესე ვაკეთებ და მაინტერესებს რამდენად სწორი ხა სკრინინგი ახსენა მე გინდა მხოლოდ ეკოსკოპია საკმარისია თქვა რაღაც 40 წლამდე ასაკში თუ აუცილებელია რომ სკრინინგი ჩავიტაროთ 40 წლამდე ისედაც და ასედაც სკრინინგი არის 40 წლის ზემოთ და 40 წლამდე წელიწადში ერთხელ თუნდაც ეკოსკოპია სრულიად საკმარისია და იმიტომ რომ 40 წლამდე ეკოსკოპიაა ინფორმატიული და 40 წლის ზემოთ უკვე ჩვეულებრივად მამაკაცი. ერთი კითხვა მინდა დავსვა, კაი, მაგრამ ძალიან ბევრისგან გამიგია, რომ არ მიდია სკრინინგზე, არ მიდია გადამოწმებაზე, იმ მიზეზით, რომ კი არა, ეზარებას. აი, მე რო რაღაცა მითხრან, აი ეგ ეს ჩემ შემთხვევაში ზუსტად ესე იყო. ოღონდ მე წავედი, მეც როგორც მე გიმაღნიშნა, აღმოვაჩინე ხელის შეხებით და მე იმ დღესვე წავედი ექიმთან და ნუ დამიდასტურდა ეხოსკოპიით, სხვათა შორის ეხოსკოპიით უკვე სავარაუდო დიაგნოზი ხელში მეჭირა. ჩემს ისტორიას რაც შეეხება სხვათა შორის ივნისის თვე ჩემი დაბადების დღეც არის მეორე დაბადების თვე უფრო სწორად, იმიტომ რომ მე 10 წელში გადავედი უკვე. სხვათა შორის საიუბილეოა და ჩემი დიაგნოზის დასმის დღე არის დღეს. მართლა ზუსტად 8 ივნისი. ესეთ დაბადების დღეებს აღნიშნავ ხოლმე და თავარ სათმელს არ დავკარგავ ეკვლამე და იქით გადავალ. რატომ არის ვარდისფერი სივრცე მნიშვნელოვანი? მე როდესაც დიაგნოზი დამისვეს, მე წარმოდგენა არ მქონდა ვარდისფერ სივრცეზე, მე ვიცოდი ყურმოკრულად ანა მაზანაშვილი და მომერიდა რომ მისთვის მიმეწერა და ძალიან დიდი შეცდომა დაუშვი, იმიტომ რომ ძალიან ვიწო, არ ვიცი, რაღაცნაირად არ ვიცნობდი, არ ვიცოდი ამას როგორ მიიღებ და არც უბრალოდ არ ვიცოდი რა მეთქვა, დამეხმარე უნდა მეთქვა, როგორ უნდა მეთქვა, არ ვიცოდი ეს და ახლა რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ ჩვენმა გარემოცვამ არ იცის ჩვენ როგორ მოგმართოს, როგორ მოგვიაროს, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ყველა ამბობდა იმას, რომ ნუ გეშინია, შენ კარგი გოგო ხარ და არაფერი დაგემა, ეს არ ჭირდება პაციენტს. პაციენტს ჭირდება კონკრეტული მიმართულება, კონკრეტული სიტყვები და აი კონკრეტულად გადარჩენილი ადამიანის ნახვა და მისი, ასე ვთქვათ, ესე სიცოცხლით სავს, როგორც ახლა ჩვენ შეიძლება ვართ, მე, მეგი და ანა ამ შემთხვევაში და სულ მინდოდა ეს მეთქვა, რომ აი ეს გადარჩენილი პაციენტი მაყურებლისთვის და მაყურებელს მინდა მივმართო, რომ თქვენ არ მოგერიდოთ, რომ ანას დაურეკოთ, მიწეროთ, ძალიან გთხოვთ, არ მოგერიდოთ, იმიტომ რომ ძალიან და მე ძალიან ცუდი პერიოდი გადავიტანე ანას გარეშე, იმიტომ რომ მე საკუთარი ძალები დამჭირდა იმისთვის, რომ სარკესთან მდგარიყავი და საკუთარი თავისთვის თავიდან გაღიბება მესწავლები. მართლა ასე იყო, რომ ვეუბნებოდი რომ მარი გაიღიმე დღეს ცოტა ხვალ უფრო მეტი ხვალ და ეს ვარდისფერ სივრცეში ყველაფერი არის ადგილზე. ამიტომ გჭირდება ჩვენ რა თქმა უნდა და იქ არიან ადამიანები რომლებიც იმას კი არ გვეუბნებიან რომ აი კაი გოგო ხარ და იმიტომ გადარჩები. არა, იმას გვეუბნებიან, გვიმტკიცებენ, კვლევებს გვაჩვენებენ და თან გვეხმარებიან. ვისთან მივიდეთ, როგორ მივიდეთ, რა სიხშირით მივიდეთ ამ ყველაფერთან და პროცედურებიც არის, რაც ჩვენ რეალურად გჭირდება ის მკერდის ოპერაციის მერე მოგეხსენებათ არ არის მე პოსტოპერაციული პერიოდი არის და ადგილზე ხდება ეს ყველაფერი ჩვენთან ყველაზე მნიშვნელოვანი ფსიქოლოგი გვეხმარება იქ ადგილზე გვეხმარება რომელიც არ იყო ამის ფუფუნება ისიც არ ვიცოდი რომ უნდა მიმემართა ფსიქოლოგისთვის და საკუთარი თავის თელი ჩემი ალბათ არ ვიცი როგორ გითხრათ ერთი 10 წლის სიცოცხლე ჩავდე ამაში რომ რაც შეიძლება და ვარდისფერ სივრცეს გაიკეთებინა ჩემთვის მე ჩემი 10 წლის სიცოცხლე ჩავდე საკუთარ ყველას ხო არ აქვს ეს ენერგია რაც შეიძლება მე მქონდეს და აღმომაჩნდეს ხო ამიტომ მინდა რომ ეს ადამიანები კიდევ ერთხელ ძალიან გთხოვთ რომ გადავამისამართო ვარდისფერ სივრცეში როგორც მე გიმახსენა და თქვა ჩვენ ვართ ახლა ის გოგოები რომლებიც დაგეხმარებით ყველაფერში ყოველთვის ნებისმიერ დროს როდესაც მე Facebook-ზე მწერს პაციენტი არ არსებობს რომ არ ვუპასუხო არ გადავამისამართო რაღაც და როდესაც мотиваციას ვძენ პაციენტს ეს არის ჩემი გამოცდილები და არა რაღაცა შენ კარგი გოგო ხარ და იმიტომ გადარჩები. არა, არსებობს ამის რეალური შანსი, რომ
ასევე რა თქმა უნდა უფრო მეტი და ბევრად მეტი შანსი არის, როდესაც ეს დიაგნოზი ადრე ისმევა და ჩვენ მეტი შანსი გვაქვს. მაგრამ როგორც ვახსენეთ, მეოთხე სტადიის პაციენტებიც ყავს და ისინი ძალიან კარგად არიან და გრძნობენ თავს, მაგრამ მეტი არ დაველოდოთ ამ მეოთხე სტადიას და პირველ სტადიაში ასევე გავაკეთოთ, ხო? და თან მინდა ეს ვარდისფერი სივრცე ისევ ფუნქციონირებდეს და ამის საშუალება გქონდეს, იმიტომ რომ ჩვენ პაციენტებმა ვიცით ეს რას ნიშნავს. ჩვენ ვიცით ეს და ამიტომ კითხვის ნიშანსაც არ ვსვამ. უნდა იყოს, აუცილებლად უნდა იყოს, იმიტომ რომ წლების მერე ასე 10 წელი რომ გავა, ჩვენნაირად იყოს ძალიან ბევრი პაციენტი. ეს ჰაერზე საუბარი ხო არ არის, მაგალითები ხარ, ცოცხალი აგერ, გამოვლილი ყველა. კურნალობა რამდენი ხანი გაგრძელდა? ბატონო, თქვენი კურნალობა რამდენი ხანი გაგრძელდა და ახლა მიმდინარეობს. მაგრამ ეს არის ჩემი თანმდევი პროცესი. ამას არ ვუყურებ როგორც ტრაგედიას და მე რომ უბრალოდ ვიცი რომ ერთი წამალი უნდა დავლიო, რაღაცა ძილის წინ სვამ ამ წამალს და ვიცი რომ 6 თვეში ერთხელ უნდა მივიდე გადამოწმებაზე. ეს არ არის მარტივი პროცესი. კი, ახლავს ამაში ფოთო, ეხლა ანასაც ვეუბნებოდი რომ აი მეთქი ძალიან განვიცდი ეხლა ამ ყველაფერს მიწოს. რამდენი წლის წინ მოხდა? 31 წლის ვიყავი და ახლა ვარ 40 წლის. ხო, და ეს კურნალობა, ну, მე როგორც ვიცი, ფოთო ყოველი ყურების წინ. ახლავს, ფოთო, მაგრამ სულ, აი, დღესაც უთხარი აი, ანალიზზე რომ მივდივარ, სისხლის საერთო ანალიზზე მაშინ ვერ ვიულობ და რა თქმა უნდა, ხო, რა თქმა უნდა, მაგრამ აი, იმ აპარატის ქვეშ რო დავწვევი, ანა ხო არის, რაღაცა იყოს, აი, ეს ვარდისფერი სივრცე ხო არის, გოგოები ხო არიან, აი, ეს მომენტი მაქვს, გულწრფელად ვამბობ ამას და არც მიფიქრია აქ რომ მოვდიოდი რა უნდა მეთქვა. ეს არის ჩემი გულიდან ამოსული სიტყვები, რეალურად ის, რასაც მართლა განვიცდი და არა მარტო ჩვენი ოჯახის წევრები არიან ანაზე და ორგანიზაციაზე დამოკიდებული. ანა ხო იქნება, ანა ხო არის და აი რაღაც მეორე ოჯახი გვაქვს ჩვენ ასეთი. არ ვიცი პირველი რომელია და არ ვიცი მეორე, მაგრამ ასე ვარ. ანა ვახსენებ დღეს არაერთხელ და კიდევ ბევრჯერ ვახსენებთ და ერთ-ერთში გვიხსენებიებ და მართლა საოცარი ადამიანია. წლებია უკვე ანას ვიცნობ და აი გეთანხმებით და გიდასტურებთ იმ ძალიან დიდ სიყვარულს, რომელიც მის მიმართ გაგაშინათ. ანას შეხედოთ ახლა არ ვიცი რამდენად აღიქმება კადრში, მაგრამ თვალები აქვს უცხრემლიანი ამდენი სიყვარულისგან და ესეც უნდა იყოს ალბათ. ამავე ვარ ასეთი შვილები. ანა, იცი ჩვენს ტელემაყურებელს ალბათ უკვე აქვს ამის შესახებ ინფორმაცია, რომ თავად დაამარცხე და რა თქმა უნდა თავად იყავი აი ყველაფრის დიდი გზის ასე ვთქვათ გამვლელი და როგორ დაიწყო რა იყო პირველი ასე ვთქვათ ნაბიჯი რომელიც გადადგა და გაგიჩნდა სრული რომ სწორედ აი ესეთი ლამაზი სივრცე, ასეთი კომფორტული სივრცე შეგექმნა იმ ადამიანებისთვის რომლებიც ხო რატომ გაგიჩნდა 2012 წელს როდესაც სხვათა შორის 13 წელი ხდება 10 ივლის, რაც ძალიან მძიმე ოპერაცია გადავიტანე და მოკლედ მაშინ ყველაფრის გადახდა გვიწევდა პაციენტებს ჩვენი ჯიბიდან. მაშინ არ არსებობდა სივრცე, სადაც მეტყოდნენ ერთადერთი კითხვა, სადაც სვამდეს ხო ჩემი ექიმები, გოგდა ძალიან ზედა მინო ქართველიშვილი, რომლებმაც ძალიან ბევრი რამ შემასწავლეს და მე რაღაცნაირად ხანგრძლივი ეტაპი მქონდა, სანამ ორივე წუთი მოკვეთილი მაქვს და ძალიან დიდ ხანს გადახოვებზე დავდიოდი და საკმაოდ რთული პერიოდი გავიარე და ხშირად მეწევდა კლინიკაში ყოფნა და იქ მქონდა ეს რომ ატირებულ პაციენტს რო დავინახავდი, მინდოდა რომ მე ნუ გეშებინა, 10 დღე იყო საერთოდ ჩემი ოპერაციიდან და კაბინეტიდან ექიმის კაბინეტიდან გამოსული ატირებული გოგო ჩაიკეცა და მივედი და უთხარი რომ რატო ტირხარ და ნუ ძუძუ უნდა მომკვეთონ, კიბო მაქვს, მე უთხარი აი ესეთი გზა გავიარე მე, სულ რაღაც 10 დღეა შემომხედა და ესეთი და მე ესე გამოიყურები, ანუ რატომღაც ჩათვალა რომ ალბათ უნდა და უნდა მოვკვდარიყავი და მოკლედ უცბად მოიწმინდა ცრემლები ადგა მადლობა მითხრა და წავიდა და ეს იმდენად კარგი იყო ჩემთვის თავად რომ მე რაღაცა მქონდა კომუნიკაცია პაციენტებთან, პაციენტების ოჯახის წევრებთან, თვითონ კლინიკაში და ზუსტად შემომთავაზა ჩემმა ექიმმა რომ აი ესეთი ორგანიზაცია და რისი გაკეთებაც გინდა, ნუ ერთი ადამიანი რო აკეთებ უფრო მასშტაბი ცოტაა და ორგანიზაციით მოგეცემა ამის და სხვათა შორის რაღაცნაირად ესეთი უცნაური
შემართება აღმომაჩნდა, არ ვიცი, ძალიან დიდი ენთუზიაზმი, იმიტომ რომ სამწუხაროდ ამ წლების განმავლობაში არც მხარდამჭერი ყავს, არც ერთი ბიზნესი ჩვენს გვერდით ადგას, უბრალოდ გაოცებული ვარ რატომ, მაგრამ ფაქტი არის ეს. და აი ასე ნელა ნაბიჯ დავიწყეთ ჰერცეპტინის დაფინანსების პროგრამისგან დაწყებული და დღეს უკვე შემიძლია თამამათვა რომ თითქმის ყველაფერი დაფინანსებული რაც შეეხება ონკოსერვისებს ერთადერთი რაზეც პეტიცია გქონდა სულ ცოტა ხნის წინ ეს არის კვლევების სადიაგნოსტიკო კვლევების და იმ რამოდენიმე დასახელების მედიკამენტის დაფინანსებაც რო პროგრამულად მოხდეს რაც ჭირდებათ ონკოპაციენტებს სრულყოფილი მკურნალობისთვის. რეალურად მე ის პაციენტი ვარ, რომელსაც იმ დროს რაც დამაკლდა ჩემთვის როგორც ადამიან, როგორც ქალისთვის, როგორც ჩვეულებრივ მოქალაქისთვის, ყოფილიყო ხელმისაწვდომი დღეს ყველა სხვისთვის და 2019-დან ეს სივრცე მანამდე ხვდებოდი ქიმიოთერაპიის ოთახში, პალატაში, პაციენტებს ქუჩაში, კაფეში, რომ ქონებოდა ეს სწორედ ის საუბრები და სწორედ დამეკვალიანებინა პაციენტები და 2019 წლის მარტიდან უკვე არსებობს ეს ვარდისფერი სივრცე, რომელსაც კერძო ბიზნესი აფინანსებდა აქამდე და სამწუხაროდ რაღაც კრიზისის გამო არ ვიცი რატომ შეწყდა ეს დაფინანსება და დავრჩით საერთოდ აი ასე ყველანაირი მხარდაჭერის გარეშე და კი ბევრს ვცდილობთ რომ რაღაცნაირად შევაკოწიწოთ თანხა და Facebook-ის ძირითადად საშუალებით და ჩვენი მეგობრების საშუალებით, მაგრამ ეს არის ნინის იდეა, რომელიც არის ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა, რომ აი რაც შეიძლება საზოგადოების ყველანაირი საზოგადოება უნდა ჩაერთოს, იმიტომ რომ ეს ხდება ვარდისფერი სივრცის გადასარჩენად და როგორც გოგოებმაც აღნიშნეს, ეს არის ჩვენთვის მეორე ოჯახი, ჩვენთვის რეაბილიტაციის სივრცეა, სამწუხაროდ რეაბილიტაცია საერთოდ არც განიხილება დღესდღეობით ონკოპაციენტების რეაბილიტაცია და ერთადერთი ოაზისია, რომელსაც აი ასე უნდა მოფერება, ასე უნდა ხელის შევლება და მადლობა ნინის იმისთვის, რომ ის რომ ონკოპაციენტი ყველამ ხო ვერ მოახერხებდა მილანის Fashion Week-ზე დგომას, ხო? ის რომ ონკოპაციენტებს აი ეს ემოციური მუხტი შეძინოთ, ეს არის რომ გაივლიან პოდიუმზე იმის მიუხედავად როგორი და შრამებითაც არ უნდა ვიყოთ, როგორი ტკივილითაც არ უნდა ვიყოთ და პოდიუმზე როდესაც გავდივართ სამყაროს თამამად ვეუბნებით რომ მე ისევ სრულყოფილი ქალი ვარ. ყველაფრის მიუხედავად. ასეც არის ნამდვილად. მაგრები ხარ. სამწუხარო რომ სივრცის გადასარჩენად ისე ონკოპაციენტები იბრძვიან, ისე ონკოპაციენტები ეხმარებიან ერთმანეთს და არ ვიცი რა ხდება, აი ძალიან დიდი პრობლემაა მგონი საზოგადოებაში რაღაც სხვისი ტკივილის გულთან ახლოს. მე ძალიან დიდი მეც ვიტყობ, რომ ჩვენი ეთერის შემდეგ ხო ადამიანები იქნებიან თქვენს გვერდით, რომელიც ასე გჭირდება და გჭირდება ჩვენ პირველ რიგში. ნამდვილად გჭირდება ჩვენ მინდა ეხლა ორიოდე სიტყვა ბრენდის მთავარი და მნიშვნელოვანი სიტყვა რაც არის მორგებულია პაციენტებზე. მოგეხსენებათ ონკოპაციენტებს რაღაც კონკრეტული საჭიროებები აქვთ და ყველაფერი მორგებულია მათზე. და იცით რა იმ დღეს მოვიდა ქიმიიდან მოვიდა გოგო ალბათ იცით რა არის ეს და ნუ ძალა გამოცდილი მოვიდა და ეს არ იყო მისთვის პირველი შეთავაზება, რომ დამდგარიყო პოდიუმზე, ეს იყო მისთვის მეოთხე შეთავაზება. როგორც თვითონ მითხრა და არც ერთზე არ წავიდა და აი ჩვენთან მოვიდა ერთი სული მქონდა, როდის მოვიდოდიო, ერთი სული მქონდა, როდის მოვირგებდიო და აი საერთოდ ერთი სული მაქვს, როდის დადგება ორშაბათიო, იმხელა ძალას იღებენ ეს გოგოები აქ ჩვენს ვარდისფერ სივრცეში. ანუ მისი მნიშვნელობა მინდა რა შეიძლება კიდევ წამოვიწიოთ წინაპრაზე. და ნუ ფაქტია რომ ისევ და ისევ ონკოპაციენტები იბრძვიან ამ სივრცის გადასარჩენად. მეთქმა რა თქმა უნდა და ძალიან დიდი მადლობა იმიტომ რომ ჩვენ დღეს აქ რო ვართ აი მართლა ეს სილამაზეები იმიტომ რომ ამათი ენერგია, ამათი სიცოცხლის ჟინი არის სწორედ ის ლოკომოტივი, ის მამოძრავებელი ძალა და რაც ძალიან ბევრი პაციენტის ცხოვრების ხარისხს გააუმჯობესებს და ის თუნდაც რო ვამბობთ, რომ აი მეოთხე სტადიის პაციენტები თქვენ არ იცით, როგორი
რუდუნებით მოისინჯა გუშინ ის თავისი სამოსი და როგორ გეგმავს, როგორ გაივლის, როგორი ლამაზი იქნება საერთოდ იმ დაავადებიდან და მისი ყოველდღიურობიდან ძალიან შორს და მაღლა გადაგვაქვს. რა მაინტერესებს? რაღაც კონკრეტული რეპეტიციები ქონდათ გოგონებს და ქალბატონებს თუ არა? და დღესაც გვექნება. მართლა? არა ჩაულებრივი ამბავი მოკლედ. გოგო, რადგან რაღაცა იცი, იმდენად ღიად საუბრობთ, რომ ფიქრობ ალბათ შემიძლია ეს კითხვა დავს. რაღაცა ძალიან ღია გაქვთ ეს ყველაფერი და ეს ძალიან მაგარი და უღრმესი მადლობა ყველაფერთვის, იმიტომ რომ დამუშავებული გვაქვს. დავამუშავეთ კიბო, ჩვენთვის ტრამვა არ არის კიბოსგან ისეთი უკავშირები მივიღეთ და გავიაზრეთ, რომ თუ მხოლოდ მტრობაზე გადახვედი, ვერ გაიმარჯვებდა. თუ დაუმეგობრდები და გაიგებ ერთი რა უნდა და რისთვის მობრძანდა და თუ კარგად ასწავლი ჭკუას, რომ ის გადაეყარა და ბინებთან აქვს საქმე. აი მაგ შემთხვევაში უკვე კარგად მიდის პროცესი, ასე რომ არ ვემდურით კიბოს და ნებისმიერი კითხვისთვის მზაობა გვაქვს, რომ ძალიან კარგი. ერთ ვიდეო ჩვენმა ძალიან აქტიურმა გოგომ, რომელიც 10 წლის წინ უთმო ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა და მას ჰქონდა 32 მეტასტაზი, დღეს ორ შვილს ზრდის. ესეთი რაღაცა თქვა კიბოს დავემართეთ ჩვენ. მაგარია. აუ რა ეს მე იყოს. და რა შეიძლება კითხვას რაც მინდა მეკითხა თქვენ ხართ ადამიანები ვინც ყველაზე კარგად იცით სიცოცხლის ფასი, ხო? აი მე მინდა რომ რაღაცნაირად თუ სურვილი გექნებათ რა თქმა უნდა მიმართოთ და ჩვენც გვითხრათ. აი რა ძალიან ცუდად ვიქცევი მე პირადად ხშირად, მაგალითად რას გულისხმობ, რომ აი მივახმები მზეს და არასოდეს არ ვდგები, სოლარიუმშიც მივლია, ცუდად ვიქცევით ადამიანები, სანამ რაღაცა კონკრეტული საფრთხის წინაშე არ დავდგებით, ხო და რაღაცნაირად აი თქვენგან მოწოდება და თქვენგან რჩევა უფრო კარგი იქნებოდა ალბათ რომ მოვისმენოთ. ცოტა კაცრი იქნები თუ მიდი, კაცრი და დაუნდობელი თუ იქნები შენ დაგითმობ. კი, ნამდვილად ჩვენ ვიცით ამის ფასი რა არის და ამიტომ ალბათ უფრო მეტად გვტკივა ამ ყველაფერზე გული, იმიტომ რომ ეს სოლარიუმი, მზე ეს არ არის კარგი ამბავი კიბოსთვის ნამდვილად. ხელსაყრელი პირობებია მისთვის, ჩვენთვის არ არის და სანამ ვინმე გადაეყრება ამას, არ არის აუცილებელი გადავეყაროთ, დაგვიჯერეთ ჩვენ. საერთოდ გქობთ ყველაფერს, რაც რასაკვირველია ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს. ვერ გეტყვით ახლა რომ ანგელოზებით ვცხოვრობდი და არ ვარღვევდი იმ რაღაც სტრესულ გარემოშიც ჩამიგდია თავი, ემოციებიც, ორგანიზმის სხეული, რა ვიცი, ყველაფერი ხომ? მაგრამ მე დაავადება დამჭირდა იმისთვის, რომ მესწავლა რამდენად ძვირფასი ვარ და როგორ უნდა ველოლიავო და მიყვარდეს საკუთარი თავი და რომ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე ეს დამჭირდა მართლა, მოვიდა კიბო, ყური ამიწია, მითხრა თუ ესე და მას მე აბსოლუტურად საკუთარ თავს მზის რისკის ქვეშ ვაყენებ კი არა, წამით აი ნიავმაც კი სასიამოვნოდ უნდა დამიბეროს მოკლედ და აი მივხვდით მართლა როგორი ბროლივით, როგორი გაფრთხილება ჭირდება ამ ჩვენ სიცოცხლეს, ამ ჩვენ სხეულს, ხო, ამ ჩვენ ჭურჭელს და ასე შემდეგ. შესაბამისად, ძალიან რუჯიც ძალიან მიყვარს, მაგრამ 4-5 წელია მზეზე უკაცრავად ამისთვის, მაგრამ მზეზე გახმობა კი არა, მზეთ უნახავივით თავს ვარიდებ და ძალიან კარგი. ესე მზე გულით დამაქვს დანარჩენ ურთიერთობას, რაც შეხება დისტანციურად შორი ახლო. ესე, ნუ ეხა იმაზე აღარც ვსაუბრობთ, რომ გადაპიწყინებული. ამიტომაც დავიბადეთ თავიდან და ვართ მოკლედ აი ესე. ხო და შესაბამისად რა მართლა სეზონი ისე მოდის, ძალიან დიდი მადლობა რომ ამას ხაზი გავუსვით. მე მესმის ყველანაირი აგერ სილამაზისთვის გამოვდივართ, მაგრამ არც ერთი სოლარიუმის ქვეშ არ ვწოლილვართ იმისთვის, რომ ხვალინდელ პოდიუმზე რაღაცა ეს უკეთესებს გამოგვაჩენდა თქო, მოვიტყუები, ძალიან კარგები ვართ, ისეთები. ხო, ნუ ეგეთ გამონაკლის შემთხვევაში მივმართავთ, თორე იმდენად საკუთარი თავი ისეთებად მივიღეთ, იმიტომ რომ არ საჭიროებთ ამ ზედმეტ რაღაცეებს. პატივს ვცემთ საკუთარ თავს იმით, რომ არ ვართ მწეველები, ვიკვებებით ჯანსაღად.
აქტიური ცხოვრებით ვცხოვრობთ სრულფასოვნად და ძალიან აქტიურები ვართ. ასე რომ ხო, ჩვენი მოწოდებები ყოველთვის იქნება ჯანსაღი, ენერგიით სავსე და მოწოდების სიმაღლეზე. ანა, თუ შეიძლება გადავიდეთ ამ თანასთან, მე მაინტერესებს, აი ცია, ბევრ ადამიანს ნამდვილად აქვს ხელმისაწვდომობა იმ კუთხით, რომ თქვენთან მოვიდნენ სიტყვაზე და ვარდისფერ სივრცეში გაერთიადნენ თქვენთან ერთად. თუმცა რეგიონებს არ ვიცი, რამდენად აქვთ იმ ქალბატონს, რომლებიც რეგიონებში ცხოვრობენ, როგორ უნდა მოგაწვინონ ან გეხვეწები რა და გავიწყდეს კითხვა რა. აი ხა არ შემიძლია რომ ჩემი ემოცია არ იმას, კი არა და ჩემი ფიქრები ეხა აი რამდენი ილაპარაკე ხო? ეხლა იმაზე რომ უნდა მოუფრთხილდეს შენს ხელს და ასე შემდეგ, როგორც ძვირფასია და ასე. უსმენდი, ფიქრობდი, გამახსენდა რომ ზაფხული, ეხლა შეგვულება ზღვაზე ჩემთავს უთხარი რომ აუცილებლად მივახმები მზეს. აი მაინც, აი რა უწესო. ხო, აი მე ცუდი სიტყვა თქვა რა, იდიოტი ვარ. ისე მე არა რომ მაინც ფიქრობ რომ აუ ეგ გავწევი და მაგრად მენატრება, ძალიან მენატრება. ბოდიში რა რო გაგაცნობდი, მართლა მაგრამ ფიქრობ რომ თუ მიხმობა არის, მაშინ მივახმეთ ცოტა ისე დილით და ადამიანურ საათებში მივახმეთ. 11 საათამდე დილით და 7-6 ძალიან სასარგებლოა ყველასთვის. არა იმ ზომიერების დიახ. საკვებიც ეს გადაჭარბებული დიეტობა საერთოდ არ არის საჭირო. დაბალანსებული კვება არის ყველაფრის კარგის გასაღები. ასე გენმოდიფიცირებული ვარ ვიყვებით ამ საკვებებს დავუბრუნდით. და რაც შეეხება რეგიონებს, რეგიონები ჩვენ სოციალურ ქსელში ძალიან აქტიურები ვართ, სერიოზული ინფლუენსერი არის მეგიც თავად. და ნუ ძალიან ბევრ ადამიანთან გვაქვს კომუნიკაცია სატელეფონო. ეხლა დღეს შეგვიძლია რომ ასე თქვათ ტელეფონითაც ვესაუბროთ ამ ადამიანებს, თუმცა ჩვენი ორგანიზაციის არაერთი პროექტი არის, რომელიც შეიძლება რეგიონებში ჩავდივართ, იგივე ლაგოდეხში, თელავში, ბათუმში, ქუთაისში, სადაც ადვოკატებს ჩვენ ვართ სერტიფიცირებული, საერთაშორისო სერტიფიკატით სერტიფიცირებული ადვოკატები, რომლებიც ცნობიერების ამაღლებისთვის ძალიან ბევრს ვაკეთებთ და ასევე ადგილზე პაციენტებთან შეხვედრები, მეგიც გახლავთ იმ შეხვედრაზე და რამდენად მნიშვნელოვანია ეს სწორედ მათთვისაც ხელმისაწვდომობა ამ სერვისების, ავიცი, უმნიშვნელოვანესი, მაგრამ რაღაცნაირად არ ყავს ამაშიც მხარდამჭერები და პარტნიორები და ასე რომ ჩვენით რომ წავიდეთ და წამოვიდეთ ამის რესურსიც ხშირ შემთხვევაში არ არის, თუმცა ჩვენს მაქსიმუმს ვდებთ იმაში და დავუბრუნდები ახლა პოდიუმს, იმიტომ რომ ამ პოდიუმზე იდგებიან რეგიონებიდანაც პაციენტები აუცილებლად, იმიტომ რომ ვარდისფერი სივრცე აერთიანებს ყველას ერთად და ვიტყვი რომ ჩვენი ძალიან ბევრი წლის განმავლობაში ვინც მეგობრობდა, ვინც ჩვენს გვერდით იდგა და რა თქმა უნდა მარიამ მინდა რომ ასევე იყო პოდიუმზე ჩვენთვის ეს ყველა ეს მეგობარი არის ძალიან სათუთი, ძვირფასი და ნამდვილად ეს ყველა იმის რა ქვია ბარიერის დამსხრევას ვაკეთებთ. იქ არ არის არც პოლიტიკა, იქ არ არის არც მოკლედ არაფერი, იქ არის მხოლოდ და მხოლოდ სიცოცხლის ზეიმი, ხვალინდელი ჩვენება იქნება და როგორც ნინი აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ იქნება რაღაცა ესე კონკრეტული მიმართულება კი არა, რაღაც გაზაფხულის კოლექცია. არა, რეალურად იქნება საჭიროებებზე მორგებული კოლექცია. კი ბატონო. და აქვე იცით რა მაინტერესებს, რაღაცნაირად ხომ არ ბურჩიოთ თუ რაღაცა რჩევების იმაზე გადავედით ესე გამოდის, მაგრამ ისეთი ადამიანები ყავს, რომ ამ მათგან უნდა მოვისმინოთ აუცილებლად რჩევა. აი ონკოპაციენტების ოჯახის წევრებს, მეგობრებს ძალიან სპეციფიური მიდგომა ჭირდება ალბათ კიდე რაღაცა ბევრი უნდა გაითვალისწინო, როცა თუნდაც ოჯახის წევრი ყავს ონკოპაციენტი, ხო? მე მგონი მარი მახსენა რომ საუბრობდა, რომ რაღაცა ეს მიდგომა არ არისო სწორიო. ხო, იმიტომ რომ ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში, ასე ვთქვათ, ონკოპაციენტის ოჯახი ცალკე ბენეფიციარია, ასე ვთქვათ, და მაგათ ცალკე ჭირდება დახმარება, მაგრამ ნუ ეს არ არის ჩვენთან. ძალიან კარგი იქნება ესე ოჯახების რაღაც იდეა
ახალი იდეა რომ გავაჟღეროთ, კარგი იქნება ეს. იმიტომ რომ მართლა არიცია როგორ გაგეხმარონ, მარტო ნერვიულობენ ეს ადამიანები და არა მარტო ჩვენ რომ ნერვიულობთ იმ უფრო მეტსაც შეიძლება ნერვიულობენ, იმიტომ რომ არც იციან როგორ მოგმართონ, რა გითხრან. აი სავსებით მე რომ ახსენდება პირველად ჩემს მეუღლეს რომ ვუთხარი ეს კიბო არ ვახსენე სიტყვა და აი მეთქი აი სიმსივნე მაქვს მეთქი იმდენად ცნობიერება იმდენად დაბალია ზოგადად საზოგადოებაში და ეს საზოგადოების წევრები არიან ჩვენი ოჯახის წევრებიც ესე გამოდის რომ ძალიან მჭირდება ეს ყველაფერი ოჯახის წევრებისთვის და პირველი ახლა რაც უნდა გააკეთოს ახლა კარგი რაც არის ვიცით გასაგებია მაგრამ რაც უნდა გააკეთოს ერთადერთი ის რომ ხარი დაუჭიროთ ამ ადამიანებს გვერდში უნდა ყავდეთ არ კარგი გოგო ხარ ჩემი ოჯახის წევრი იყო პაციენტი და მახსოვს ერთხელ რომ გავყევი აი არ ვიცი როგორ არ ვიცი რა იყო ის ჩემთვის თან პატარა ვიყავი 10 წლის წინ უკვე პატარა ვიყავი და აი ძალიან დათრგუნული მოვედი და ვერ ხვდებოდი რა უნდა მეთქი ჩუმად უმგზავრობდით ის დარწმუნებული ვარ მარი ჩემზე ნერვიულობდა მე მასზე ნერვიულ არ ვიცოდი რა მეთქვა და წეგან აღნიშნეს გოგოებმა რომ ძალიან მნიშვნელოვანია ზუსტად ამის ცოდნა თუ როგორ უნდა მიუდგე პაციენტს და კიდევ ისევ აქეთ წამოვალ რა ის სწორედ აკვდი ანასთან და ევროპატონასში და ჰოუპში იქ ვისწავლე როგორ რანაირად მარის და დღეს უკვე მეც ვეწევი ადვოკატირებას, პაციენტთა ადვოკატირებას. არ ვიცი, აი ღამე 2 საათზე შემოდის მესიჯები ზარები, აი როგორ რანაირად და ისეთი ამაყი ვარ და ისეთი ბედნიერი ვარ, რომ ზუსტად ვიცი ვისთან უნდა ვისთან არა, ანუ ჩვენ ვიცით სად უნდა აი არიან პაციენტები. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, ხო, იმანის მითხრა, ჩემთვის ის კარგია, ეხლა ეს გავაკეთო. ცუდი ინტერნეტში მოძიებული ინფორმაციები ეს არის ნუ აი არ ვიცი საშინელება და უბრალოდ ამაყივარ იმით რომ შეგვიძლია აი ადამიანი რომ გაიგებს ამის შესახებ ნუ ცივდება იყინება და ყველაზე ცუდი ის არის რომ არ იცის საიდან დაიწყოს არ იცის სად არის და ჩვენ გვაქვს ამის შესაძლებლობა რომ მივცეთ სწორი მიმართულება და პარალელურ რეჟიმში გავუწიოთ ფსიქოლოგიური დახმარება ეს არის და გარდა ამისა კიდევ ევროპადონამ ანამ იმდენი იბრძოლეს იმისთვის რომ დღეს ძალიან ბევრი რამ დაფინანსებული იყოს მათთვის იმდენი იბრძოლეს რომ შეიძლება ცუდ რაღაც ვიბრძოლეთ კი და შეიძლება ცუდ რაღაცას ვამბობ მაგრამ უნდა ვთქვა მანამ სანამ თქვენ საკუთარ თავზე არ მიიღებთ ამ ტკივილს გთხოვთ რომ თქვენც ჩაერთეთ ამ აქტივობებში იმიტომ რომ ჩვენ მართლა დღე და ღამე გავაერთიანეთ და დაზღვეული არავინ არ არის არაფრისგან მართლა ეს არ არის მარტო ჩვენი ტკივილი ეს ჩვენ ბრძოლობთ ყველასთვის ღმერთმა არავის სადაც არ ყავთ თუნდაც ახლობელი ნაცნობი პაციენტი და თქო იმ ახლობლებს სტატისტიკურად ყოველდღე გავერთიანდეთ რამენაირად მომატებული არის კი სივრცე უბრალოდ არ არის მხოლოდ პაციენტებისთვის ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის სივრცე ეს არის აუცილებლად მათი ოჯახის წევრებისთვის და მოკლედ თუ ვინმეს შეკითხვა აქვს, თუ ვინმეს დაკვალიანება უნდა და ჩვენთან ძალიან ხშირად მოდიან ასევე არა მხოლოდ პაციენტები, მოდიან ჩვეულებრივი მოქალაქეები, იმიტომ რომ ბევრი კითხვა აქვთ და მათთვის გასაგებ ენაზე ის რაღაც საიმედიცინო ინფორმაცია არა მათთვის გასაგებ ენაზე, შეგვიძლია რომ უბრალოდ საუბარში, იმიტომ რომ იქ არის არაფორმალური გარემო, იქ გოგოები ხატავენ, ქსოვენ, ქმნიან თავიანთი ხელით ამ თავიანთ ბრძოლის ჟინს და ამ ენერგეტიკას გარდასახავენ ფერებში და ქმედებაში და აი ეს ლამაზი ლენტიც მაგალითად ქიმიოთერაპიის დროს მარიკო ჭუაშვილი იჯდა და აკეთებდა, ქმნიდა ამ ლამაზს. ეს ხელნაკეთია. ძალიან ლამაზები და აი თითოეული არის უნიკალური, ანუ ყველა განსხვავებული, იმიტომ რომ არის ხელნაკეთი. და აი ამის ტარებითაც კი ჯანმრთელი ადამიანიც კი ზრდის ცნობიერებას. და იმას ეს მთავარი მოტივიც სწორედ არის პაციენტების დასაქმება. ვასწავლოთ, დავასაქმოთ, კი და თან რაღაცა ეს გადავატანინოთ ყურადღება, მოკლედ აუცილებელია თქვენი და ძალიან მნიშვნელოვანი კიდევ რომ
ჩვენი ორგანიზაცია როგორ აერთიანებს სამ თაობას, იმიტომ რომ აქაც პირადი მაგალითით ვიხამძღვანელებ, ესენი იყვნენ ჩემი დიაგნოზის შემთხვევაში ჩემი ორი მცირეწლოვანი შვილი და ეს იყო დედა ჩემი და მოკლედ ჩვენი ორგანიზაციის ეს მუხტი, რესურსები, ხელშეწყობა, ფსიქოლოგიური დახმარება თუ ასე შემდეგ ყოფნიდა მოკლედ აი ჩემი ოჯახის სამ თაობას, ჩემ შვილებს, მე როგორც პაციენტს და ჩემს მშობლებს თუ ასე შემდეგ და მეგობრებს და მე იცით რა ხდება ხოლმე რომ მე იმდენად პაციენტი რომ ამ კიბორგ ტურში ესე ვიტყვი ამ კიბორგ ტურში რომ არის ჩართული სწორედ აქ იკვეთებიან ის მაგარი მხარდამჭერები რომლებიც მე მოდიან ჩვენთან და ჩვენი ესე სიკეთის ელჩებად და მხარდამჭერებად რჩებიან და აგერ ნინიმ ამასობაში ვეღარ დაიტია რომ რაღა გაეკეთებინა ამ ყველა პაციენტისთვის და ნახეთ როგორი საოცარი პროექტი და პროდუქტი შეიქმნა ამასობაში, ხო? და ძალიან უდიდესი, შეუჩერებლები ვართ ფაქტიურად და ის ნამდვილად დაემართეთ თქვენ ნამდვილად და კიდე პოდიუმზე აუცილებლად რაც სამი თაობა რო ახსენა, აუცილებლად უნდა სოფო არტილაყვას ჩვენი პაციენტის ძალიან მაგარი საოცარი кейსია, სასწაული. დედაც იდგება სოფოსი პოდიუმზე, სოფოც და სოფოს შვილიც ხარდაჭერები და მოკლედ აი რა ვიცი, საოცარი ამბები ველოდება მე კიბო ვერას დაგვაკლებს, აი მაგრები ხართ, რა არის ესე ორი სიტყვით რო გითხრათ მართლა, ძალიან მაგრები ხართ. და ეს ყველაფერი კიდე იმ ადამიანებს მიეძღვნება, ვინც ჩვენი მეგობრები იყვნენ, ჩვენს რიგებში იყვნენ და იასახით დღეს არ არიან ჩვენთან. ხო, ჩვენი იაკო, რომელიც ყოველს ძალიან გვენატრება. და ძალიან მეც შეჯამებისკენ უნდა წავიდეთ, მე მგონი, ხო? ხო, ძალიან მაგარია, რომ კიბო განაჩენი არ არის. არ არის ნამდვილად. აი, ნათელი მაგალითები გვისხედან დღეს ეთერში. მე მგონი, ბოლოს შევაჯამოთ და სწორ ადამიანებთან, სწორ ადგილას. ხო, და სწორად ეს ორგანიზაცია აი ამ საშუალებას იძლევა და სწორი დიაგნოსტიკა რა თქმა უნდა. და ძალიან დიდი მხარდაჭერა კონდეს ფინანსური და ყველაზე მთავარია ამ ორგანიზაციას. და ნათელი მაგალითი რომ ყველაზე მაგარი, იმიტომ რომ რაც შეიძლება საზოგადოების ფართო მასებმა გაიგონ, აი იმ ყველა სიკეთის შესახებ, რაც რეალურად კეთდება და რაც გაკეთდება მომავალში და თქვენ ხარდაჭერა არის. აი რა თქმა უნდა, მაგას ბევრი ფიქრი. ულამაზესი ივენთი იქნება, ერთი სული ნათელი მაგალითია, მარიამ, თქვა პირველად დავფიქრდი, როგორ იწყობა აქ ნათელი მაგალითი, მართლა ისეთი ნათელია. თითოეული ქმედება და ყველანაირი გაგებით. ულამაზესები ხართ და ძალიან ძლიერები და ძალიან მაგრები და გვაძლიერებთ ჩვენ პოდიუმზე. აუცილებლად. ძალიან დიდი მადლობა მიყავთ ჩვენი სტუმრები, რა თქმა უნდა გელოდებით კიდევ. მადლობა თქვენ ამ კეთილი საქმისთვის. და ჩვენ ცოტა ხანი დავასვენოთ ჩვენი მაყურებლები, ხო? აუცილებლად. ისე პირდაპირ ეთერში. კი. დროებით. აი ნახე, დავბრუნდით. კაც უნდა დაეთქვა დავბრუნდითო, მაგრამ აბა ინგას არავინ. კიდე დაბრუნდა შე. არ მინდა, გავგრძელე. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში ძალიან საინტერესო ამბებით. ძალიან საინტერესო ამბებით დავბრუნდით. მართლა, მოკლედ ბაზარში, წიგნის ბაზარი არ დადეგებით დაისვანის შინაარსიანად ასე ქვია ღონისძიებას, რომელიც ლიტერატურული თავგადასავალია საქველმოქმედო მისიისთვის შემოძვირფასება. არ ვიცი რამდენად ფლობთ თქვენ ამაზე? რომელია და მე იმასაც ვიტყვი რომ 6 ივნის დაიწყო. დღეს არის ბოლო დღე, ბაზარში წიგნის გამოფენა გაყიდვა. ბაზარი ორბელიანზე გულისხმობთ. კი ბატონო, საქველმოქმედო აქტივები და ჩვენი ჟურნალისტი ანა ზაქაშვილი ახლა იმყოფება. იქ და ანა რა ბაზარია მოგვიყევი. ანა გამარჯობა. ანა მოგესალმებით. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს, რა ბაზარია და წიგნის მოყვარულებისთვის შექმნილი არის იდეალური გარემო. ფაქტობრივად 60 არის შექმნილი ლიტერატურის მოყვარულებისთვის. როგორც თქვენ უკვე აღნიშნეთ, ეს წიგნის ფესტივალი, რომელიც არაერთ სხვადასხვა ტიპის ასე ვთქვათ აქტივობას აერთიანებდა კიდევ, სრულდება დასკვნით ეტაპზე არის ახლა და დღეს არის ბოლო დღე. ნატალი გოგიჩაიშვილი არის ჩვენთან ერთად ბაზრის PR მენეჯერი, რომელიც მოგვიყვება როგორც რა ხდებოდა გასული დღეების განმავლობაში
შემოქმედებაში, ასევე დღეს დაგეგმილი აქტივობების შესახებ. გამარჯობა. გამარჯობა ანა. ბაზარში წიგნის და ზოგადად ლიტერატურის მოყვარულებისთვის მართლა განსაკუთრებული დღეები გვაქვს. დღეს არის ამ ღონისძიების მესამე დღე, რომელსაც ღონისძიებას მართავთ ბიბლიუსთან და წიგნიერების გამავრცელებელ საზოგადოებასთან ერთად. ამ 3 დღის განმავლობაში ნებისმიერ მსურველს შეეძლო რომ ჩვენთან მოსულიყო და ეტოვებინა მისთვის საყვარელი სასურველი წიგნი და ღონისძიების დასასრულს გიორგი კეკელიძესთან, ჩვენს ამბასადორთან, ღონისძიების ამბასადორთან ერთად გადავცემთ ამ წიგნებს საჩუქრად სოფლების და რეგიონების ბიბლიოთეკებს. საქველმოქმედო ხასიათიც აქვს ამ ღონისძიებას. თავი არსი ამ ღონისძიების იყო ეს. თავდაპირველად ამაზე აეგო მერე ყველა ის აქტივობა, რაც ჩვენთან დაიგეგმა. ამას გარდა ამ დღეების განმავლობაში ჩვენთან არის ძალიან დიდი ფასდაკლებები წიგნებზე და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი კიდე ამ ღონისძიებების არის ის, რომ სალექციო სესიებს შეუძლია ნებისმიერი მსურველი, ცხადია რომ უფასოდ დაესწროს ჩვენს სივრცეში. დღეს გვაქვს გაიმართება სალექციო სესიები. ჩვენ ამფითეატრს ვეძახით. ძალიან ცნობილი კი, ამფითეატრის სივრცეში იმართება სალექციო სესიები, რომელზეც ნებისმიერ მსურველს შეუძლია რომ მოვიდეს, დაესწროს და ძალიან ნაყოფიერად გაატაროს დრო და ძალიან ბევრი საინტერესო რჩევა მოისმინოს ცნობილი ავტორებისგან. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, დღეს არის საბავშვო ლიტერატურის დღე და ამ დღეს გიორგი კეკელიძე თომას ზღაპრებს თომას ზღაპრების თომას გააცნობს ბავშვებს და ასევე ძალიან კარგი საბავშვო ავტორები თუთა ჯგუშია და ვასო გულეური გააცნობენ თავიანთ შემოქმედებას, თავიანთ ნაწარმოებებს ბავშვებს და მათთვის სიურპრიზები და საჩუქრებიც გვაქვს. კი ბატონო და დღეს ესე იგი 2 საათზე ხდება ეს ამბავი. დღეს 2 საათზე ხდება ეს ამბავი და ძალიან საინტერესო და არ გამოსატოვებელი ამბავია. არის ესე იგი ჩვენს ტელემაყურებლებს შეგვიძლიათ მიუმართოთ კიდეც რომ სრულიად უფასო არის ნებისმიერი ადამიანისთვის დასწრება ამ ლექციაზე. ზოგადად ბაზარი ძალიან ხშირად აორგანიზებს ხოლმე მსგავსი ტიპის ღონისძიებებს. თქვენი პოზიციიდან მინდა მითხრათ რა პასუხისმგებლობა არის ეს რომ ხელს უწყობთ ასეთი საგანმანათლებლო ასე ვთქვათ ღონისძიებები. უნდა ვთქვა რომ ამ სეზონზე ახალი წლიდან მოყოლებული ასეთი გამოფენა გაყიდვა და მსგავსი სალექციო სესიები არ ქონია. ეს არის პირველი შემთხვევა ჩვენ სივრცეში. აქ ძალიან ხშირად იმართება ხოლმე გამოფენა გაყიდვები, ოღონდ ცოტა სხვა მიმართულებით. ეს არის სამოსის ხელნაკეთი ნივთების მეწარმე ქალებს ვეხმარებით ძალიან ხშირად მათი ნამუშევრების გამოფენა თითქმის ყოველ შაბათს და კვირას ეწყობა ჩვენთან და შესაბამისად აი ძალიან აქტიურები ვართ ამ მხრივ, თუმცა წიგნებით ვამაყობთ, ამ ამბით ვამაყობთ ნამდვილად ახლა. კი ბატონო, დიდი მადლობა. სამაყოთ ნამდვილად არის მე მგონი საქმე, წარმატებებს გისურვებ. გიორგი კეკელიძე არის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი ამ ამბების ამბასადორი არის ის ამ პროექტის. გიორგიც ჩვენთან ერთად არის, რა თქმა უნდა. გიორგი, მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა მასპინძლობისთვის და მოდი პირველ რიგში გითხარით თქვენი წვლილი შესახებ ამ პროექტში და იმ პასუხისმგებლობისა, რასაც გრძნობთ რომ ამ პროექტის ამბასადორი. მოგესალმებით. პირველ რიგში მოკლედ ეს არის ბიბლიუსის, ბაზარი ორბელიანის და თქვენი მონა მორჩილის ერთგვარი ინიციატივა, რომელიც გულისხმობს 2 განზრახულობას. ერთი არის ზაფხულის და წიგნის კავშირის ემოციის დაბრუნება, გარკვეულწილად და რაც ალბათ ძალიან დიდი და მრავალმხრივი მნიშვნელობის ამბავია და მეორე ბუნებრივია არანაკლები დიდი განზრახულობა, რომელიც გულისხმობს აქ შემოსული მკითხველის მიერ გარკვეული ქველმოქმედების გაწევას სოფლის ბიბლიოთეკებისთვის და რეალურად ჩვენ გვაქვს აქ სტენდი, რომელიც ყოველდღიურად ივსება იმ წიგნებით, რომელიც რამდენიმე კვირაში ჩვენ უკვე წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოებით უნდა წავიღოთ სოფლის ბიბლიოთეკებში. აი ეს არის 2 ძირითადი შემადგენელი ნაწილი აი ამ ბაზრობისა და მე ძალიან მიხარია რომ ძალიან აქტიურად დადიან მკითხველები და კიდევ უფრო გამიხარდება თუ ეს ყველაფერი ტრადიციად იქცია. კი ბატონო, საინტერესო როგორი იყო ჩართულობა ამ საქველმოქმედო ინიციატივაში ადამიანებს? საკმაოდ უკვე 2 თარო შევავსეთ, მინდა გითხრათ და აი ახლაც ველოდებით ბევრ ადამიანს დარწმუნებული ვარ რომ ადამიანები რომლებიც გვიყურებენ და პირველად გაიგეს ამ ბაზრობის შესახებ, წამოვლენ ჩვენთან და ზაფხულისთვის არაერთ წიგნს მოიმარაგებენ საკმაოდ მნიშვნელოვანი ფასდაკლებებით. დაახლოებით აი რომელი რეგიონებისთვის იგეგმება ამ წიგნების გადაცემა? ყველგან აბსოლუტურად, ყველა სოფელში ჩვენ დავდივართ აქტიურად ისედაც უბრალოდ ამ კონკრეტულ შემთხვევაში გადავანაწილებთ აი ამ წიგნებს სხვადასხვა მიმართულებით. გიორგი, დღეს თქვენ ხართ, ესე ვთქვათ, მომხსენებლის როლშიც ხომ და ეს რა თემატიკის იქნება ნატალი მკიგვით რა ამის შესახებ, თუმცა კიდევ ერთხელ მაინც ანონსი რომ გავაკეთოთ ჩვენი მაყურებელს.
დღეს კიდევ რამდენიმე ავტორი არის პალიტრაელის, მათ შორის მეც გახლავართ, საკუთარი თომას ზღაბრები, თუმცა ზღაბრებზე ნაკლებად ვისაუბრებ, საკუთარზე უბრალოდ ვილაპარაკებ საბავშვო ლიტერატურის როლზე პატარების თქვათ შემთხვევაში და არა მხოლოდ. ამიტომაც რეალურად ვფიქრობ, რომ დღევანდელი დღე უფრო მონიშნული არის ამ მიმართულებით საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურაზე. მოდი გამოვიყენებ შესაძლებლობას და სასიამოვნო შენგან მოისმინონ პატარებმა რეკომენდაციები წიგნებთან დაკავშირებით. ესე ვთქვათ, დაისვენე შინაარსიანად, ქვია ამ ერთ-ერთი ლოზუნგივით გასდევს, სლოგანივით გასდევს, კი ბატონო, ამ ფესტივალს წიგნების და რაღაცა პატარა რეკომენდაციები თუ გინდათ, რომ თუ შეგიძლიათ რომ მისცეთ პატარა. პატარებმა უნდა იცოდნენ, რომ რეალურად ის წიგნები, რომელსაც მათ უკითხავენ და კითხულობენ, რეალურად არის მათი მსგავსი ადამიანების თავგადასავალი. ამიტომ ისინი აქამდე დაგროვილი გამოცდილებების ჯამს ეზიარებიან და რაღაცნაირად მათი ცხოვრება გაცილებით უფრო ფართო და თვალსაწიერით საინტერესო თვალსაწიერით მონიშნული ხდება ამ მიმართულებით და რეალურად ყველა ის პერსონაჟი, რომელსაც ისინი გაიცნობენ, მერე თან ახლავთ მთელი ცხოვრების განმავლობაში, საკუთარი გამარჯვებებით და შეცდომებით, საკუთარი საინტერესო მოვლენებით და ვფიქრობ, რომ ეს უკვე ძალიან დიდი მონაგებია. ამიტომ მოვიდნენ, იკითხონ აქაც და სხვაგანაც. თუმცა ეს მოსვლა და კითხვა სჭირდება მთელი ამბავი სინამდვილეში. ხო, აი მშობლებს რას ურჩევს, რომელსაც ძალიან დიდი წვლილი აქვს სწორედ იმაში, რომ ბავშვებს შეაყვარონ. ხო, აი ვიცით რა არის საქმე ეს გახლავთ, რომ რეალურად, როდესაც ჩვენ ადამიანს ვეუბნებით, რომ რაღაც უნდა უყვარდეს, ეს უკვე გარკვეულ შეცდომასაც გულისხმობს, იმიტომ რომ სიტყვა უნდა და სიტყვა სიყვარული ვერთანაც ცხოვრობს ერთმანეთთან. ჩვენ უნდა რაღაცნაირად მათ უკვე სხვა სიტყვით დავანახოთ წიგნის საჭიროება და აქ უკვე სიტყვა უნდა და სიტყვა საჭიროება იოლად უგებენ ერთმანეთს. ან უნდა უთხრათ, რომ მათ წიგნის კითხვა ჭირდებათ იმისთვის, რომ იყვნენ უფრო საინტერესოები, წარმატებულები და ამავე დროს ბუნებრივია მათგან ზოგიერთ ცხადია წიგნი შეუყვარდება. ზოგიერთი მიხვდება, რომ ეს ყველაფერი საჭიროების ნაწილია, შეიძლება სხვა არ ამოყვარდეს და სხვა მიდრეკილებები კონდეს, მაგრამ მაინც წიგნის მეგობარი იქნება. ამიტომ მთავარი არის, რომ ჩვენ სწორად დავანახოთ წიგნის მნიშვნელობა ბავშვებს. კი ბატონო, ნამდვილად სწორად უნდა დავანახოთ ბავშვებს წიგნის მნიშვნელობა. გიორგი, ძალიან დიდი მადლობა. საინტერესო რჩევებისთვისაც გარდა იმისა, რომ საინტერესო ინფორმაცია მოგაწოდეთ, დაგემშვიდობებით მე აქ, როგორც მოისმინეთ, დღეს 2 საათზე გიორგის სალექციო სესია გაიმართება და ისინი ეპატიჟებიან ნებისმიერ მსურველს, რომ მოვიდნენ და მოусმინონ გიორგი კეკელიძის ლექციას. ანა, ძალიან დიდი მადლობა. და აი უფროსი ყავს აქ და ბავშვებს წამოგვიყვანს ალბათ, ხო? აუცილებლად გაგასეირნებთ აზრიანად, შინაარსიანად. კი ბატონო, ანა, ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ამ საინტერესო ჩართვისთვის, საინტერესო ინფორმაციისთვის და მართლა ძალიან მაგარი რამ არის, ახლა არ მეგულება მე ადამიანი, რომ სახლში არ კონდეს ისეთი წიგნი, რომელიც რაღაცნაირად ცხოვრობს ბევრი წელი და შეიძლება რომ ეს წიგნი ავიღოთ, მივიტანოთ და რომელიც რაღაცნაირად რომ იცი რომ შენი წიგნი წავიდა სადღაც კარგ ბავშვებთან, კარგ მოზარდებთან. ძალიან საინტერესო რაღაც ამბავში სხვაც იმოგზაურებს, წლების წინ შენ რომ იმოგზაურე და შენ რომ შენი თავგადასავალი ქონა. ნამდვილად ძალიან საინტერესო და არაჩვეულებრივი ინიციატივა აქვს. გეთანხმებით და მე სიამოვნებით წამოყვებოდი ნიკოლას თუ წამოყვანდი. აუცილებლად როგორც ორი პატარა ბავშვი. მე ვიცი რომ თქვენ ძალიან გიყვართ წიგნები, მართლა გიყვართ და ძალიან საინტერესო ლიტერატურას აღმოაჩენთ და იცი რა, მე თქვენ კი წაგიყვანთ, მაგრამ ჯობია რომ თქვენ შვილებს მოკიდოთ ხელი და წაიყვანოთ და კარგი წიგნები ამოაჩინოთ. ჩვენ შვილებს წამოვიყვანთ. აი ნახე, რა მხოლოდ პასუხისმგებლობა აქვს. ვაიმე, ორ მაგი პასუხისმგებლობა. დაგმაგიც მოვიტყოდი, ხო? ასე რომ კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ამ არაჩვეულებრივი წამოწყებისთვის, იმიტომ რომ მართლა ხა უნდა მართლა არ არსებობს რა. იმიტომ რომ ნიკას შეიძლება ერთ ამ ჩართვას წეგან ამბობდა ზუსტად სწორედ ამით დაასრულა გიორგისთან საუბარი, ანამ რომ აი ბავშვებს როგორ შეიძლება რომ შევაყვაროთ კითხვა, არ არის მარტივი დღეს, როდესაც უკვე გაჯეტები არსებობს და მათი საინფორმაციო სივრცე სულ სხვა არის, ხო ხვდებით, ნუ ვიცით რა სივრცეზეც არის ლაპარაკი. ჩემთვისაც
ხელმოწვევა იყო ჩემ ცხოვრებაში, რომ ელენესთვის შემეყვარებინა კითხვა. ვერ გეტყვი რომ ეს ყველაფერი მე ბოლომდე მოვახერხე, ნაწილობრივ მოვახერხე, მაინც ვთვლი ესე, იმიტომ რომ რთულია კიდევ ერთხელ ვიმეორებ 21 საუკუნეში, აი იბრძვი პირდაპირ მნიშვნელობით, რომ წიგნი დააჭერინო და გააგდებინო სხვა რეცეპტი არ გაქვს მითხარი, მე ჯერ ვერ შევაყვარე. ერთადერთი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ შენ დაგინახოს რომ კითხულობ. შენთან ერთად წაიკითხოს. ან ერთად წაიკითხოთ, ეს რამდენიმე მეთოდი ძირითადად ამართო. თავი რეცეპტი არის, გიორგი მას თქვა, უნდა ამოიღო. ხო, იმიტომ რომ უნდა, სად არის, რატო უნდა? ხო და მე რაც მომწონს ის არ უნდა წაგაკითხო ძალით. აი მე მაგათაც ჩემი შვილის მაგალითზე შემიძლია თქვა, რომ უნდა არ მქონია არასდროს, არ მithქვავს, რომ წიგნი გჭირდება იმისათვის, რომ რაღაც უნდა მიაღწიო. გიждდება, ისე უყვარს კითხვა. გაჯეთ აქვს ხელში, თუმცა წიგნი უყვარს. აი სხვა სამყაროში ხდება ეგრევე და ძალიან მიხარია ეგ. ეთერში ერთ-ერთი ფსიქოლოგი იყო ზუსტად არ მახსოვს რომ არ შემეშალოს არ ვიტყვი სახელს და გვარს და აი ახლა მარიამ მარაც თქვა რა ის ახსენა ზუსტად რომ მთავარია ხედავდეს დედა ხშირ თუ მამა რა მნიშვნელობა აქვს რომ ხშირად კითხულობს ბავშვები ხო ცდილობენ რომ ხო ჩვენს მაგალითებზე იზრდებიან და მეც ვცდილობ რომ აი ამ ფორმით ჯერჯერობით არ ვიცი ვერ ვიტყვი რომ ჩემ შულს კითხვა უყვარს თუმცა იმედი მაქვს რომ ნელ-ნელა შევაყვარებ ჯერ კი 7 წლის არის, მაგრამ მე მახსოვს როცა 7 წლის ვიყავი, აი და კიდევ უფრო პატარა, აი წამიკითხეთ რა, წამიკითხოთ მოხერხებოდი რომ გუში რაჭამა ის არ ახსენდა 7 წლის რო იყო როგორ ახსოვს რაღაცა, მაგრამ მაინტერესებს. შენ არ გქონდა ის ყველაფერი რაც დღეს უკვე ჩვენ შვილებს. კი, მართალია ხო. და ეკრანიზაცია შეიძლება ნახოს იგივე ნაწარმოების და უფრო მეტად იმან დააინტერესოს და ხო რთულია, ძალიან რთულია და აგერ არის ჩვეულებრივი საშუალება ბაზარში რომ მივიდეთ დღეს და 2 საათზე წავიყვანოთ ჩვენი შვილები და სხვათა შორის შეგვიძლია რომ ამ თემას მიუძღვნათ ერთი გადაცემა, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია. იდეა, ასე ვთქვათ, წარმოიშვა ჩემს თავში, რომ აუცილებლად მოვიწიოთ სპეციალისტები, ფსიქოლოგები და გავშალოთ, ჩავშალოთ და ვისაუბროთ. აი როგორ მიხარია რომ აი თქვენ თავში ესე უცბად მოიხარშა ესეთი საინტერესო იდეა და არა ჩვენი პროდიუსერის. ჩვენი პროდიუსერი არაფერშუაში არა. ჩვენი პროდიუსერი არაფერშუაში არა. ძალიან კარგი იქნებოდა რომ მასაც მოეფიქრებინა რა თქმა უნდა. რა კაი გამოგონებაა ყური. გვიყვარდა. მადლობა კარგი იდეისთვის შენს პროდიუსერს და შემდეგ კვირას გავაკეთოთ აუცილებლად ეს თემა მართლა ძალიან მნიშვნელოვანია. ხო? ანუ ჩემს დაგეგმაზე აღარ მოვდივარ პროდიუსერო რო იცი. მოდი ხა ბევრი მოვილაპარაკოთ. ნიშნულოვანი ამბებიც ხდება ჩვენს ქვეყანაში და გავიგოთ რა მოხდა. სად, როგორ და გავიგოთ? როგორ და პირველები ნახოთ ჩვენს ეთერში. მოდი ნახოთ მაშინ. მოდი ნახოთ. პირველების დროა ჩვენს ეთერში, რა თქმა უნდა, არ უნდა გადავშთოთ, ძალიან მალე დაგიბრუნდებით. დროებით. დაიწყეთ. აი როგორ გიდოდა დაბრუნება წინა ეთერში რომ დაუბრუნდით წინა ჭრაის აი ასე დაგიბრუნდით პირდაპირ ეთერში ძირფასო ტელემაყურებლებო და რა თქმა უნდა დაგიბრუნდით მაია ხერხეულის რუბრიკით ექიმის რჩევები, რომელსაც ძალიან საინტერესო სტუმარი ყავს, როგორც ყოველთვის. რა თქმა უნდა. დღეს მე მგონი შფოთვაზე თუ არა ქოშინი შემეშალა. ქოშინებთისა. მე არა შენ. არა. არა შენ. ნუ დაგგვარ მაგრამ ისი არა. დარბი ხარ ხოლმე? ხანდახარ. შენ ისე ხა ჩვენ ხუმრობთ, მაგრამ ძალიან სერიოზული პრობლემაა როგორც რეალურად კი. ხო, და ხომ არ გვინახა ამდენ ხუმრობაში. შეგვიძლია. და ჩვენ ხომ არ დავამშვიდობთ შემდეგ შაბათამდე მოყვა. შეგვიძლია. როგორ ახარ? შეგვიძლია. აი, აბა მაშინ მომავალ შაბათამდე გენშვიდობებით, დროებით. რუბრიკას წარმოგიდგენთ ავერსის ბრენდი დეკლარი. დეკლარი, შვეიცარიული კოსმეტიკა ქალისა და მამაკაცის მგრძნობიარე კანისთვის. მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. დღეს წინ ძალიან საინტერესო რუბრიკა გველოდება, თუმცა სანამ უშუალოდ თემაზე შევჩერდებოდეთ და ჩვენ სტუმარს წარგიდგენდეთ, მანამდე შეგახსენებთ, რომ რუბრიკა ექიმის რჩევების სპონსორია შვეიცარიული პრემიალური ხაზის ბრენდი დეკლარი, რომელიც სპეციალურად შექმნილია მგრძნობიარე კანისთვის. დეკლარი ეს არის ბრენდი 45 წლიანი გამოცდილებით, რომელიც პოზიციონირებს მსოფლიოს ბაზარზე და ეს არის ბრენდი, რომელიც მთლიანად ორიენტირებულია შედეგზე. დღეს, როგორც გითხარით, ძალიან საინტერესო გადაცემა გველოდება წინ და დღეს ჩვენ ვისაუბრებთ
ვისაუბრებთ ძალიან ხშირ პრობლემაზე, რომლითაც ხშირად მოგმართავენ ხოლმე პაციენტები, უხშირესად თქვათ მოზრდილები, ასაკში შესული ადამიანები, თუმცა ხშირად ბავშვებიც და ეს არის ჰაერის უკმარისობა. ქოშინი, ჰაერის უკმარისობა, სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ, რა შეიძლება იყოს ამისი გამომწვევი მიზეზი, როგორ უნდა მივხვდეთ, თქვათ, რამ შეიძლება გამოიწვიოს, როდის უნდა მივმართოთ აუცილებლად ექიმს და შესაბამისად როგორ უნდა ვუმკურნალოთ ამ პრობლემას. და დღეს ამ თემაზე სასაუბროთ ჩვენთან სტუდიაში სტუმარი არის ექიმი თერაპევტი, პროფესორი, კლინიკური ექსპერტი ქალბატონი მაკა ბულეიშვილი, რომელიც ძალიან კარგი რესპონდენტია, თქვენ ყველა კარგად იცნობთ მას და ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო მაკა სტუდიაში მობრძანებისთვის და მოდით განმარტოთ რა არის ეს ხშირი ჩივილი, ქოშინი და ჰაერის უკმარისობა და რა შეიძლება იყოს ამ პრობლემის უკან, ანუ რა შეიძლება იყოს მისი გამომწვევი მიზეზი. პირველში მადლობა თქვენ, იმიტომ რომ მართლაც ასევე ძალიან საინტერესოა თქვენთან ერთად ყოველთვის იმ უმნიშვნელოვანესი ინფორმაციის მიწოდება მოსახლეობისათვის, რაც თუნდაც ახლა დღევანდელი თემა. რა შეიძლება იყოს გამომწვევი მიზეზი, ქოშინი, ჩვენ ვიცით რომ არა ერთ შემთხვევაში ყოფილა, როდესაც სხვადასხვა საკობრივი ჯგუფები, მათ შორის ყველაზე მეტად გამოხატული მაინც არის ხოლმე სიმპტომი თქვათ ასაკობრივ ჯგუფში, ანუ ასაკობრივ გერიატრიულ პაციენტებში, თუმცა ვიტყოდი იმას, რომ არ არის გამოხატული საშუალო ასაკში და ასევე თქვენს მოგეხსენებათ ბავშვებში ძალიან ხშირია. მაგრამ მიზეზი არის ძალიან მრავალფეროვანი და მიზეზის დადგენა ყოველთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჰაერის უკმარისობა, ქოშინი ხშირად ასოცირდება, რომ იგი მხოლოდ მაინც და მაინც არის კარდიოლოგიური პრობლემა და ბავშვებთან ხოლმე ყველაზე ხშირად ამბობენ, რომ აი სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემა აქვს, ესე იგი აუცილებლად სასუნთქის სისტემაა. აუცილებლად სასუნთქის სისტემა, ან ზედასასუნთქის სისტემა, ან ხომ არ არის რაიმე საგანგაშო ნიშანი რომელიმე კონკრეტული დაავადების დასაწყისის. ზოგადად რომ ვთქვათ, ჰაერის უკმარისობა, ქოშინი, ეგეთ არის თავად ცხადია, რომ არის ერთ-ერთი საყურადღებო ნიშანი, მაგრამ არა საშიში, იმიტომ რომ ჩვენ ვიდრე არ გავიგებთ მის სრულ დიაგნოსტიკას, თუ რასთან გვაქვს საქმე და რამ გამოიწვია კონკრეტულ შემთხვევაში, იგივე ბავშვებში, იგივე მოზრდილებში, ხშირია ასევე დამეთანხმებით თქვენც ალბათ მოზრდილ ასაკში, არა მარტო პატარა ასაკში, აი გარდატეხის პერიოდს, როდესაც ეძახიან, ამ შემთხვევაში ეს მეტაბოლური პრობლემების, გორმონალური დისბალანსის პერიოდში განსაკუთრებით გამოირჩევა ხოლმე ჰაერის უკმარისობის ეპიზოდებით. არის ხშირად იგი ასოცირებული ასევე ჭარბოფლიანობასთანაც, უფრო მოზრდილ ასაკში ხო. მოდით ვთქვათ სხვადასხვა პრობლემის დროს არსებულ ქოშინზე და დავიწყოთ ალბათ ყველაზე ხშირად ბავშვებში ყოველ შემთხვევაში ეს მართლაც სასუნთქის სისტემის პრობლემებით არის. რა დაავადებების დროს შეიძლება შეხვდეს ქოშინი, ასეთ შემთხვევაში და ვთქვათ სუნთქვის გაძნელება და ასეთ შემთხვევაში სხვა რა ნიშნებია, რომელიც შეიძლება გვაფიქრებინოს, რომ ეს სწორედ არის სასუნთქის სისტემასთან დაკავშირებული. როგორ ზოგადად როგორც დასაწყისში ვთქვით, ქოშინი მაინც და მაინც ასოცირდება სასუნთქის სისტემის, პულმონოლოგიურ პათოლოგიებთან, რესპირატორულ სისტემის პათოლოგიებთან და ასევე ასოცირდება კარდიოლოგიურ პათოლოგიებთანაც და შეიძლება ვთქვათ, რომ ნამდვილად არის ერთ-ერთი გამოხატული სიმპტომი და შეიძლება ვთქვათ, რომ იმდენად მსგავსია ეს ორი სიმპტომი, ამ ორი სისტემის სიმპტომი, რომ ხშირ შემთხვევაში ამის გარჩევა ჩვენ აუცილებლად გვიწევს. დამეთანხმებით ალბათ რომ არის ისეთი პაციენტებიც, რომლებსაც აქვს როგორც კარდიოლოგიური პრობლემები, აქვს ასევე პულმონოლოგიური სისტემის პრობლემები, მაგრამ ზოგადად მოდით გავმიჯნოთ ახლა ჩვენ თუ როგორ უნდა გავარკვიოთ ეს საკითხი, იმიტომ რომ ისეთი პაციენტი, რომელსაც მრავლობითი სხვადასხვა დაავადებებით არის ხოლმე წარმოდგენილი რთულია, იმიტომ რომ ქოშინი, ჰაერის უკმარისობა არის დაკავშირებული ძირითადი ორივე დაავადებასთან შეიძლება იყოს ასოცირებული. მაგრამ შესაძლებელია არც ერთი დაავადება არ იყოს, ეს არ იყოს არც კარდიოლოგიური დაავადება, არ იყოს არც პულმონოლოგიური რაიმე პათოლოგია და იყოს ჩვეულებრივი ტიპიური ნევროლოგიური ქოშინი, რომელიც ძალიან ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე და ჰაერის უკმარისობა უფრო მეტად. აი სუნთქვის ტიპსაც გააჩნია, როგორ წარმოგიდგენს პაციენტი, რომ რას ეძახის იგი ჰაერის უკმარისობას და რას ეძახის იგი ანუ
ქოშინს. ამავე დროს კარდიოლოგიურ პაციენტებში გადაადგილების დროს აღინიშნება მოგეხსენებათ მცირე მანძილზე დატვირთვასთან არის დიახ ასოცირებული მცირე მანძილზეც კი შესაძლებელია რომ იყოს ამავე დროს შეიძლება მოსვენების მდგომარეობაში იყოს ძილის დროსაც მოგეხსენებათ კარდიოლოგიურ პაციენტებში იძულებითი მჯდომარე მდგომარეობაც კი აქვს პოზაც კი აქვს შეიძლება ასე თქვა რა თქმა უნდა კარდიალური ასტმის შემთხვევაში მაგალითად იგივე რომ ავიღოთ ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების დროს ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება ეს მოგეხსენებათ ეს არის ქრონიკული პათოლოგია თვითონ სიტყვაც გვეუბნება რომ აქ ხდება სერიოზული ობსტრუქცია ობსტრუქციის ხარისხის დადგენა არის ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ რომ არ ნიშნავს ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება რომ მაინც და მაინც აი გამოხატული უნდა იყოს სერიოზულად ქოშინი და ხარის უკმარისობა რატომ იმიტომ რომ გააჩნია რომელი ხარისხის არის იგი ჩატარებული კვლევის საფუძველზე რა კვლევა უნდა ჩავატაროთ და როგორ უნდა გავიგოთ გვაქვს თუ არა ჩვენ ფილტვების ობსტრუქციული დაავადება გვაქვს თუ არა პულმონოლოგიური პრობლემები ან კარდიოლოგიური კარდიოლოგი როგორ გავმიჯნოთ და გავაკეთოთ დიფერენცირებული დიაგნოსტიკა ან ასეთ შემთხვევაში ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების გარდა შეიძლება იყოს ქრონიკული ბრონქიტი ეს შეიძლება იყოს ოკუპაციური დაავადებები ასევე როგორც არის პროფესიული დაავადებები როგორც არის ასბესტოზი სილიკოზი ბერილიოზი სარკოიდოზის დროსაც ბრონქული ასტმის შემთხვევაშიც რომელიც სხვადასხვა ტიპის ბრონქული ასტმაც არსებობს ჩვენ ესეც ვიცით ამიტომ მაქსიმალურად შესაძლებელია იყოს სინუსიტი ქრონიკული სინუსიტი ჰაიმორის სხვადასხვა პათოლოგიები და ზედა სასუნთქი სისტემის არასწორი ფუნქციონირების ხარჯზე შეიძლება იყოს ხარის უკმარისობაც. რა კვლევებია ძირითადად, რომელიც გვჭირდება ჩვენ თქვათ იმისთვის, რომ დავადგინოთ თქვათ ის სასუნთქი სისტემის დაავადებები, რომელიც ახლა თქვენ ჩამოთვალეთ, ამ თქვათ გულსიზართა სისტემის დაავადებები. და შეიძლება მესამე პათოლოგიაც იყოს და მეოთხეც, როგორც ვთქვით, ნევროლოგიური და შესაძლებელი იყოს საკლაპავის, ანუ კარდიალური ნაწილის ანთების შემთხვევაში ძალიან ხშირი არის დისფაგიასთან ერთად პარალელურად ხშირია თითქოს შესაძლებელია ანემიამაც ხო? ანუ რა თქმა უნდა, შესაძლებელია იყოს კუჭის გასტრიტი, ეს იყოს ეროზიული გასტრიტი, პეპტიური წყული, ან იყოს დუოდენიტი. რას ვაკეთებ? გასამიჯნად ვაკეთებ, თებას გამოვკითხავთ კარგად პაციენტს და შემდგომში პირველი რიგის კვლევა. მაინც ყველა ვარიანტში ეს არის კარდიოგრამის გადაღება, იმიტომ რომ ელემენტალური შეხედულება მიეცეს ექიმს, რასთან გვაქვს საქმე. რა თქმა უნდა, მანამდე უნდა მოხდეს პულსის დათვლა, მანამდე უნდა მოხდეს ის ფიზიკური შემოწმება, წნევის გასინჯვა, შეიძლება წნევის მატება ამ პირიქით დაკლებამაც, ანუ ჰიპოტონიამაც და ჰიპერტენზიამაც გამოიწვიოს აღნიშნული სიმპტომი ქოშინიც. ანუ ბევრი სიმპტომია ძალიან და თუ კი ჩვენ ხედავთ, რომ პულმონოლოგიური პრობლემაც გვაქვს, რას ვაკეთებ? რა თქმა უნდა, აუსკულტაციას, პერკუსიას და შემდგომ აუცილებლად არის რენტგენი, რაც უმნიშვნელოვანესია პირველი რიგის კვლევაა ყოველთვის გუკერდის რენტგენი ფილტვების პათოლოგიების დროს, როგორც იყო მაგალითად ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ბრონქიტი და შემდგომ სხვადასხვა სახის ფილტვების პულმონოლოგიური დაავადებები და სპირომეტრია, რომელიც არის აი ნამდვილად ფილტვის ფუნქციის განსაზღვრელი და ობსტრუქციის ხარისხის მაჩვენებელი. და ალბათ ოქროს სტანდარტი თუ ეს არის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება. ჩვენ ამას ვნახულობთ, უკვე ჩვენ ვიცით რომ ამ ეტაპზე რამ გამოიწვია კონკრეტულად ქოშინი. ქალბატონმა, თქვენ ახლა ახსენეთ აქ, რომ აი ხშირად არის, როდესაც მოდის პაციენტი, რომელსაც აქვს კარდიოლოგიური პრობლემა, აქვს თქვათ ფილტვთან დაკავშირებული პრობლემა. რა თქმა უნდა, ქრონიკული პრობლემების ხვედრითი წილი იზრდება ასაკთან ერთად, ესეა. და ახსენეთ, რომ ხშირ შემთხვევაში გემორჩილებათ პაციენტი იღებს კარგად მედიკამენტს, მაგრამ აბსოლუტურად სხვა არც ერთ იმ ცხოვრების წესის პირობას, რაც თქვათ არის ჯანსაღი კვება, თქვათ გარკვეული ადეკვატური უკვე ფიზიკური აქტივობა, მავნეჩვევების მოცილება ამას არ ახორციელებს. მოდით ვისაუბროთ აი სწორედ ასაკობრივი ასაკში შესული ადამიანის სწორკვებაზე, რა მნიშვნელობა აქვს ამას და რა დეფიციტები შეიძლება განვითარდეს ამ შემთხვევაში. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. და კვება როგორც ხშირად მეკითხებიან ხოლმე და აი არის ხოლმე ესეთი თემები მაგალითად ქალბატონებზე აკეთებენ რატომღაც აქცენტს 40 წელს გადაცილებულ ქალბატონებმა როგორ უნდა იკვებონ და რა ცვლილებები შეიძლება მოხდეს 40 წელს გადაცილებული ქალბატონის ორგანიზმში ეს არ არის მხოლოდ 40 წელს გადაცილებული ქალბატონების პრობლემა კვების საკითხი თქვენ აბსოლუტურად ბრძანეთ სწორად ყველა ასაკში ბავშვთა ასაკში რაოდენ მნიშვნელოვანია უმნიშვნელოვანესია რა თქმა უნდა თქვენ
არ შეგეშლებათ ის ახლა პედიატრებს და ნამდვილად სწორ ინფორმაციას აწვდით, რომელ ასაკში როგორ უნდა იკვებოს და შესაბამისად ხდება წონის კორექცია ასაკის კორექციასთან. ეხლა ჩვენ როდესაც ყავს 15 წლის ბავშვი და ის არის 95 ან 100 კილოგრამი, ეს რა თქმა უნდა გამოიწვევს უსაზღვრო რაოდენობით პათოლოგიების განვითარებას. და ეს ბავშვი უკვე გადადის ისეთ ასაკში, რომელ ასაკშიც უკვე მოგეხსენებათ, ან ხო, უკვე გადადის სერიოზული, ასე ვქოთ, ჰორმონალური მომწიფების ასაკში, ისედაც პრობლემატური ასაკია, როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ზოგადად სულიად გადაწყობა ხდება ორგანიზმში და კიდე ასეთი წონით რო ხდება, ეს რა თქმა უნდა რთული საკითხია. რატომ ვამახვილებ ყურადღებას, იმიტომ რომ ყველაფერი იწყება ბავშვობიდან და მივდივართ მე 40 წლის ქალბატონებთან და 40 წლის ქალბატონი კი არა, 40 წლის მამაკაციც ძალიან საყურადღებოა. ჩვენ უნდა გავამახვილოთ ყურადღება რაზე? კვება რატომ არის მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ უყურეთ, როდესაც მაგალითად ადამიანს აქვს კარდიოლოგიური პრობლემები. მოგეხსენებათ ის მავნეჩვევები, რომლებიც ძალიან აი დღევანდელ დღეს შეიძლება ითქვას აცავნა პროპაგანდა გაუწიო და ეძახო და მაინც და მაინც თხოვ ადამიანს რომ თქვენთვის, მაგალითად ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების შემთხვევაში, თქვენთვის ეს არის პირველი მტერი, იმიტომ რომ თქვენ როდესაც თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებით, როდესაც იცი, რომ უკვე ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებისკენ მიდიხარ, ქრონიკული ბრონქიტი გაქვს 40 წლის ადამიანს და მოგეხსენებათ ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება ასაკობრივი დაავადება. ეს უკვე ეს არ არის დაავადება, რომელიც სრულად ინკურნება, ხო? ამიტომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ მასთან ცხოვრება, თუმცა უნდა ვისწავლოთ ისე, რომ ჩვენი ცხოვრების ხარისხი არ დაირღვეს. და გაახალგაზრდა. ამას ვამბობ, გაახალგაზრდა. და ამავე დროს ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, იგი მთავრდება რით ბოლოს? იგი მთავრდება ფილტვის ფიბროზით. ამიტომ ამას, როდესაც უხსნი ადამიანს და ეუბნები, რომ ასეთი პრობლემა გაქვს და არ შეიძლება, თან არის ჭარბიწონა ყველა ასეთ ადამიანს, გულის პრობლემები აქვს, თუმცა ჰიპოქსიის პრობლემა აქვს, თავისთავად ცხადია და ამ შემთხვევაში ორი სისტემა ერთობლივად და გულთან მიმართებაში უსაზღვრო რაოდენობით დისლიპიდემია, ათეროსკლეროზი, არტერიული ჰიპერტენზია უკვე გამოხატულია ახალგაზრდა ასაკში. ეს ქალბატონი იქნება თუ მამაკაცი იქნება, განსაკუთრებით ქალბატონებზე, იმიტომ აკეთებენ ხოლმე აქცენტს, რომ 40 წლის შემდგომ რო იწყება ესტროგენის დეფიციტი და პოსტმენოპაუზური პერიოდი, ეს ჩვენ ისედაც ვიცით, რა ხდება ესტროგენის დეფიციტის ხარჯზე, ელასტიურობა კლებულობს სისძარღვის, რა თქმა უნდა არტერიული ჰიპერტენზია სიმპტომურია ასეთ შემთხვევაში, რაც არ უნდა მაქსიმალურად დაიცვას ქალმა აი ის კვების სწორი რეჟიმი, რომელიცაც ურჩევთ ხოლმე ამ ასაკში, მაინც გარკვეულწილად გარკვეული პერიოდი წონის მატება, განსაკუთრებით აბდომინალური ცხიმის მატება ხდება. თუმცა არ უნდა მოხდეს, ასე რომ ვთქვათ, აი ხშირად მოდიან და იძახიან ხოლმე, რომ წონა იმ დონეზე გამექცა, რომ უკვე ამას ვეღარ იჭერ. ანუ თუ მაგალითად ხარ შეიძლება იყოს 70 კილოგრამი, შეიძლება მოიმატო 1-7-8 კილოგრამი, მაგრამ ეს არ უნდა იყოს 20 კილოგრამი. ამიტომ ხდება რა, ხდება მე მთელი რიგი პრობლემების ჩამოყალიბება. ამიტომ კვებას ყოველთვის მე ვამბობ, რომ ასაკობრივ კვებას თავის მნიშვნელობა აქვს. დაავადებებიდან გამომდინარე კვებას თავის მნიშვნელობა აქვს. აი წარმოვიდგინოთ ქალბატონო მაია, როდესაც არის ქრონიკული ბრონქიტიანი პაციენტი. ადამიანი, რომელიც თამბაქოს მოიხმარს, ეუბნები, რომ აქვს ხველა. ნუ აქვს ხველა, რა თქმა უნდა, მშრალი ხველა აქვს, მაგრამ ძალიან ხშირად ხდება, როდესაც იგი ხდება უკვე ანთების და სხვადასხვა სახის ვირუსების მიმღები, ხო, დაბალია მისი იმუნური სისტემა. ამავე დროს რეკომენდაციას უწევ, რომ ცხარე საკვები, ასეთ შემთხვევაში ძალიან ცხარე საკვები, რა თქმა უნდა, გამაღიზიანებელია, ხო, როდესაც თუ ალერგიული ფონიც აქვს. არა, მაინც ხშირ შემთხვევაში ამის უღილებელყოფა ხდება. ეს ძალიან ხშირი პრობლემა არის, სამწუხაროდ, როდესაც კვებას ეხება, არ არის ხოლმე ამ რეკომენდაციების და მავნეჩვევებთან დაკავშირებით ალბათ მით უმეტეს ამ რეკომენდაციების დაცვა იოლი, თუმცა მოდით უთხრათ ჩვენს მაყურებელს, რომ ეს აუცილებელია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მათ აქვთ ესეთი მუდმივად გამოხატული ადვილად დაღლა, ქოშინი მცირე მანძილზე
გადაადგილების დროს აუცილებელი არის ერთის მხრივ ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა, თუმცა ასევე აუცილებელია მაშინვე ექიმთან ვიზიტი და გარკვევა თუ რისი ბრალია ეს პრობლემა, რომ შემდგომ სწორად მოხდეს ამ პრობლემის მოგვარება. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო მაკა, ძალიან საინტერესო საუბრისთვის და ჩვენს მაყურებელს ტრადიციულად ჯანმრთელობას ვუსურვებ. რუბრიკას წარმოგიდგენთ ავერსის ბრენდი დეკლარი. დეკლარი, შვეიცარიული კოსმეტიკა ქალისა და მამაკაცის მგრძნობიარე კანისთვის.